გამარჯობა, ეთერშია დიდი შესვენება 13 საათი შესრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკო ცალანი, ანი ნინიძე და მე გიორგი წულაია მომდენო 1 საათის განმავლობაში თქვენთან ერთად ვიქნებით და ტრადიციულად ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემებზე. მოდით ვნახოთ თუ რა გველოდება დღეს გადაცემაში. დღეს გადაცემაში ნახავთ სამოქალაქო განათლების როლი საზოგადოებაში. თემაზე ვრცლად ისაუბრებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ ბაუჟაძე. კოუჩინგის ფენომენი და პიროვნების პოზიტიური ცვლილებები, როგორია გამარჯვებისა და წარმატების კონცეფცია. გადაცემის სტუმრებია კოუჩი თენგო დოლიძე და ანა გიორგაძე. გარდატეხის ასაკი და მოზარდობის დეპრესია. გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგი ქეთი ბერიძე. ერთად მოვისმინოთ ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის სიახლეები და სამომავლო გეგმები. გადაცემის სტუმრებია ნატალია ორაგველიძე და გელა ვადაჭკორია. გადაცემის პირველ ნაწილში ყურადსაღებს საკითხზე ვისაუბრებთ. სამოქალაქო განათლება ეს არის საგანი, რომელიც ეხმარება მოსწავლეს განუვითარდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ღირებულებები, აუმაღლდეს ცნობიერება და გამოუმუშავდეს ემოციური ინტელექტი. კიდევ რა სარგებელი მოაქვს ამ საგანს, თემაზე ვრცლად ისაუბრებს ჩვენი სტუმარი თამარ ბაუჟაძე, სამოქალაქო განათლების პედაგოგი. მოგბრძანდით თამარ. მოგბრძანდით. გამარჯობა თქვენ. ბოლო დროს რამდენ თემასაც შევეხეთ პრობლემატურ საკითხს ჩვენს გადაცემაში. თითქმის ყოველ ჯერზე ვახსენეთ სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, რომ აი ეს უნარები, რაც შემდგომ შეიძლება ამ უნარების დეფიციტი პრობლემად იქცეს. აი ეს უნარები უნდა განვითარდეს სკოლაში და მას ავითარებს სამოქალაქო განათლება. მოდით უფრო ვცლად ვისაუბროთ, ზოგადად რა არის მიზანი ამ საგნის და კიდევ ისიც ნიშანდობლივია თამარ აღნიშნოთ წლების წინ არაფორმალურ საგნად ითვლებოდა. ეხლა მახსოვს მე როცა სკოლაში ვსწავლობდი და არც ისე დიდი ხნის წინ არაფორმალური საგანი იყო და არც ისე ნიშანდობლივი თითქოს როგორც მათემატიკა, ქართული და კიდევ სხვა საგნები და საინტერესოა ეს ტენდენციაც თუ შეიცვალა და უფრო სერიოზულად თუ დაიწყეს აღქმა ამ საგნის ესეც გითხარით. მოგესალმებით ყველას. რაც შეეხება თვითონ საგანს სამოქალაქო განათლებას, ძალიან ხშირად ბავშვებისთვის მithქვამთ, რომ მე არა ვარ უბრალოდ მასწავლებელი, იმიტომ რომ ეს უბრალოდ საგანი კი არ არის სამოქალაქო განათლება, სადაც სხვადასხვა საკითხები ისწავლება. ეს არის ცხოვრება. თითოეულ ჩვენგანის ყოველდღიურობა, ის რაც ჩვენ ყველას გვეხება, ის რითიც ჩვენ რეალურად ყოველდღიურად ვარსებობთ. სამოქალაქო განათლების ყველაზე მთავარი და ძირეული მიზანი რაც არის, ეს არის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობის მოქალაქის აღზრდა. თუმცა ნიშანდობლივია და უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ეს შეუძლებელია გააკეთოს ერთმა საქალმა. აი შეუძლებელია ფაქტობრივად. არსებობს გემი, რომელიც არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და ეს არის ყველა საგნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოსავალი თუ როგორი მოქალაქე უნდა აღიზარდოს სახელმწიფოში. შეგვიძლია მიზნებზე უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, საინტერესოა განათლების სისტემა რა მიზნებს გულისხმობს, რა ღირებულებები, რა ფასეულებები უნდა ჰქონდეს მოსწავლეს, როცა ის ასრულებს სკოლას. როდესაც მოქალაქეს ჩამოყალიბებაზე ვსაუბრობთ, რას ნიშნავს ეს მაღალი პასუხისმგებლობა, ის რომ ის იყოს დამოუკიდებელი ინდივიდუალური პერსონა, რომელსაც გააჩნია თავისი მოსაზრებები, თავისი ღირებულებები, რა თქმა უნდა, კრიტიკული აზროვნების გარეშე არ, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ნიშანდობლივი, რაც პიროვნების ფორმირებისთვის უნდა იყოს წესით დამახასიათებელი და ზოგადად საკაცობრიო ღირებულებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამყაროსთვის, რომ მას გაშინაგნებული ჰქონდეს. ის რომ ერთი ადამიანის ლოკალურ ქმედებებს ნამდვილად გლობალური შედეგები მოსდევს. ის რომ ჩემი ერთი ქმედებით შესაძლებელი არის, შეიძლება სამყარო ვერ შევცვალო, მაგრამ თემზე ზეგავლენა მოვახდინო და უკეთესობისაკენ, ესე ვთქვათ, რაღაცა ცვლილებების აქტორი გავხდე. ის რომ შეიძლება მე არ ვიყო ცვლილებების აქტორი, მაგრამ თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია და ის თემი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ყველა ჩვენგან ის არის და არ არის ჩვენგან დამოუკიდებლად ცალკე მდგომი. შესაბამისად, მისი ჩართულობა მთელი ამ პროცესების განმავლობაში, თავიდანვე, როდესაც არის საუბარი ამ ყველაფერზე, ისინი ხვდებიან, რომ ეს არის მათი თემი, ეს არის მათი ქალაქი, ეს არის მათი, რა ვიცი, რეგიონი, მისი ქვეყანა, რომელსაც მოვლა სჭირდება და სამყარო, რომელსაც ზოგადად ყველანი პასუხისმგებლები ვართ ერთდროულად. აი, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, რაც ფორმირდა, როცა სამოქალაქო განათლების სწავლება დავიწყე, საუბარი იწყებოდა არა ჩემით, არამედ ჩვენი. ჩვენი ეზო, ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და ასე შემდეგ. ალბათ ეს ფორმირება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ერთიანობაში განიხილავ და ერთიანობის, ასე ვთქვათ, ნაწილად ვთვლი შენ საკუთარ თავს და არ ხარ დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, ჩემი სახლით, ჩემი ეზო,
ჩემი ქვეყანა. აი ამ განსხვავებაზე რო გვითხრათ და როგორ უყალიბდება ზოგადად მოსწავლეს თუნდაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ვართ ევროპის ნაწილები და თუნდაც ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში რა მნიშვნელობა აქვს სწორ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. მე-7 კლასში შემოდის საგანი სამოქალაქო განათლება, მოქალაქეობა, ესე უწოდებთ ამას. პირველივე თავი, რასაც ქვია, დიდი ბლოკი, არის თემი, რომელშიც ცხოვრობთ. აი ამით იწყება ადამიანის მოქალაქეებთან, ესე ვთქვათ, მომავალ მოქალაქეებთან საუბარი და მსჯელობა. თემი, რომელშიც ცხოვრობთ, ვისია, ვინ წარმოიქმნება, რომელი სოციალური ჯგუფები არის, მიკუთვნებულობა რას ნიშნავს, იდენტობა რას ნიშნავს სამოქალაქო ცნობიერება, რატომ უნდა გქონდეს ეს. იცით რა არის? ამას ნარატივის ფორმით კი არ გადასცემთ. თავად მოსწავლეები მიდიან დასკვნებამდე. ერთგვარად მოდი ესე ვთქვათ, ხარჩოს მეთოდს ვიყენებთ. საგანმანათლებლო სისტემაში ძალიან კარგი აპრობირებული მეთოდია, სადაც ჩვენ ვართ დამხმარეები მათი. ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით მათ მივიდნენ აი იმ პასუხებამდე და იმ მოსაზრებებამდე, რომელიც ნამდვილად ეხმარება მათ, რომ დაიწყონ ცოტა სხვაგვარად აზროვნება, რომ ის მარტო ერთი ადამიანი კი არ არის, ის ამ ყველაფრის ესე ვთქვათ ნაწილი არის და შესაბამისად პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად არის გაგება, რომ თქვენ უფლებებს ასწავლითო და მოვალეობები გავიწყდებათო. არ არსებობს ესეთი რაღაცა, რომ მოვალეობების გარეშე უფლებები ისწავლებოდეს, იმიტომ რომ იმდენად შეუძლებელია მსგავსი რამ გააკეთო, ალბათ არ ვიცი, ვერც კი წარმომიდგენია, იმიტომ რომ როდესაც შენ საუბრობ პირდაპირ შენს მოვალეობებზე, თემში, შენს მოვალეობებზე, ოჯახში, სკოლაზე, საზოგადოებაზე და ასე შემდეგ მიდიხარ უფრო გლობალურად, შეუძლებელია გამოგრჩეს თუნდაც ეს ნაწილი. შესაბამისად, სულ ვამბობთ ესეთ რაღაცას, მოვალეობების გარეშე არ არსებობს ეს უფლებები რეალურად და სამოქალაქო განათლების სწავლება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კონტექსტი არ უნდა დაიკარგოს სხვა საგნებიც. იმიტომ რომ ეს სხვა საგნებიც ასევე ძალიან დიდ გავლენას ახდენს პიროვნების ფორმირებაზე, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებულ აი პუბერტატის გარდატეხის ასაკში, ხომ როდესაც საბოლოოდ ყალიბდება სოფლმხედველობა მთელ რიგ საკითხებზე, ანუ ძირეული შეხედულებები აი პიროვნების სწორედ აი აქ ხდება ამ ყველაფრის ფორმირება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორია, ქართული და სხვა საგნები და დისციპლინები, ესე ვთქვათ, როგორ მუშაობენ თანხმედრაში. დიახ, თუმცა სამოქალაქო განათლება აუცილებელია ისწავლებოდეს ბავშვობიდან, ხო? აქედან გამომდინარე, ასეთ შეკითხვა მინდა დაგისვათ. საზოგადოება შედგება ოჯახებისგან. ოჯახებში იზრდება მოზარდები, ბავშვები, რომელიც შემდეგ ინტეგრირდებიან სამოქალაქო ცხოვრებაში. აი ეს პირველი სამოქალაქო ცნობიერების ნაბიჯები, მან სად უნდა გადადგას, თქვენ როგორ ფიქრობთ? სკოლამდელ დაწესებულებაში, სკოლაში თუ ოჯახში? სულ თავდაპირველად აი დაახლოებით 10%-ია ხოლმე სკოლის ზეგავლენა, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ ყველაფერი მოდის ოჯახიდან, იმ სოციუმიდან, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ჩვენ ვითარდებით. შემდგომ არის ბაღის ასაკს ასევე ძალიან ძირეული მნიშვნელობა აქვს, ძირითადი ჩვევები ბავშვის ყალიბდება სწორედ სკოლამდელ ასაკში და აი ამ ჩვევების გამომუშავება სჭირდება, ასე ვთქვათ, ბაღების და მშობლების ერთობლივი მუშაობა, ჩართულობა და ძირითადი ჩვევების შემდგომ უკვე როდესაც მოსწავლე შემოდის ესე რომ ვთქვათ, სასკოლო სივრცეში ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალური განათლების მნიშვნელობაც იზრდება, იმიტომ რომ ერთი არის ჩვენ მივიღოთ ფორმალური თეორიული თუნდაც განათლება და თეორიასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პრაქტიკული უნარჩვევები, რომლებიც ცხოვრებაში გვჭირდება. ეს იქნება დებატების წარმოება, დისკუსიის წარმოება, მოლაპარაკებების ხელოვნება თუ ასე და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი, რომელსაც ჩვენ გვიყალიბებს, ეს საგანი იძლევა ამის საშუალებას, რომ ბევრი არაფორმალური აქტივობა შევიტანოთ დღის წესრიგში. უფრო ცხად მოგვიყევით ამ არაფორმალურ აქტივობებს. ძირითადად პირველად ამ საგნის წინაპირობა არის სასკოლო სივრცეში, ფორმალურ განათლებაში მე და საზოგადოება, ესე ქვია, იწყება მე-3 კლასიდან და იწყება რითი, ანუ რა არის წესები, რა არის ესე ვთქვათ ნორმა, როგორ ყალიბდება ეს წესები და ნორმები, რატომ უნდა დავიცვათ, იქ რა ვიცი გზაზე გადასვლა არის, იქ ბუნების დაცვა არის და ასე შემდეგ. ძირითადად აი ბაზისეული რაღაცეები, რაც ჭირდება უკვე ბავშვობაში, რომ პატარა ბავშვს ჩამოყალიბებული ჰქონდეს. ამის შემდგომ იწყება სწორედ უკვე უფრო ნელ-ნელა თემი შემოდის მე-7 კლასიდან, შემოდის ასე ვთქვათ ეკონომიკის საკითხები, შემოდის უფლებების საკითხები, მათ შორის კონვენციებზე და დეკლარაციებზე ჩვენ გვაქვს საუბარი ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცია უნდა იცოდეს ბავშვმა. ოღონდ უნდა იცოდეს სწორი, ასე ვთქვათ, გააზრებულად, რომ
თუ შენ თქვა სარგებლობ განათლების უფლებით, თუ არ სწავლობ, შენ არ სარგებლობ ამ უფლებით რეალურად. გაქვს, მაგრამ ვერ იყენებ მას რეალობაში. შესაბამისად, მე უფრო და უფრო მოდის აქტიური მოქალაქეობა, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა, ჩართულობა, ესე ვთქვათ, მონაწილეობის ფორმები. მე მე-9 კლასში კიდევ უფრო მეტი და ესე ვთქვათ, საერთაშორისო ნაწილზეც კი გადავდივართ, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს განვიხილავთ ძალიან აქტიურად, გლობალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს, მეწარმეობის საკითხები არის და ასე შემდეგ. უფრო იზრდება და ესე ვთქვათ, პროგრამა უფრო დახვეწილ ფორმას იღებს კი. თამარე, პუბერტატის ასაკი ვახსენეთ და დღეს ჩვენს კიდევ ერთ სტუმართან ერთად უფრო ცალად ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგებიან თინეიჯერები. ერთ-ერთი გამოწვევა ნამდვილად არის ციფრული სამყარო, ხომ? აი მედია ცნობიერების ამაღლებას რა როლი უჭირავს საინტერესოა სამოქალაქო განათლებაში, ამ სახელმწიფოში რამდენად არის ახსნილი ციფრულ სამყაროში რა უფლებები გვაქვს, იგივე ფილტრი როგორ უნდა მოახდინოს მოსწავლემ იმ კოლოსალური ინფორმაციის, რომელიც არის ამ ციფრულ სამყაროში და დახუნცლული აბსოლუტურად მათი გონება ხშირად იმ ინფორმაციით, რომელიც აბსოლუტურად არ სჭირდება, თან შეიძლება მათი ასაკობრივი კატეგორიის არც იყოს. საინტერესო აი ამ კუთხით ჰიგიენას, აი ციფრული სამყაროს კუთხით ჰიგიენას რამდენად ასწავლეთ? აი პირველად ვეპარებით მე-7 კლასში აიშება რა ქვია, იმიტომ რომ თლად ბოლომდე ძირეულად ვერ განვიხილავთ, თუმცა მედია ცნობიერება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის სამოქალაქო განათლების ასევე. როცა ჩვენ ვასწავლით, რა ტიპის საფრთხეების წინაშე შეიძლება ვიყოთ ონლაინ სივრცეში თუნდაც და როგორ შეიძლება მისგან თავი დავიცვათ. აი საბაზისო ძალიან ისეთი რაღაცეები, რომელზედაც მანამდე შეიძლება ზოგს ქონდა დაფიქრი, ეს ერთეულების შემთხვევაში ხდება ხოლმე და ძირითად ნაწილს რომ ეს საფრთხე შეიძლება იყოს, აი თუნდაც ეს ყალბი აკაუნტები, ტროლები, ბოტები, ასევე ძალიან ბევრი ესე ვთქვათ საიტები, რომელზედაც გადადიან და ინფორმაციის ფილტრი არიციან და ვიწყებთ ვისწავლოთ, რომ თუ რაღაცას ვამუშავებთ, ვიყოთ დარწმუნებული აი ამ ინფორმაციის ისტორიაში. როგორ გავაკეთოთ ეს, არსებობს ბევრი სხვადასხვა მიმართულება და აი ფილტრი შემოდის უკვე ამ ეტაპზე, რომ აი როგორ შეიძლება რომ მე დარწმუნებული ვიყო, რომ მე ნამდვილად რასაც ვაკეთებ არის სწორი, აი აქ უკვე გვეხმარება ჩვენ მედია ცნობიერება. მე რა თქმა უნდა ნელ-ნელა იზრდება და აი თუნდაც უნივერსიტეტში როცა არის რაღაც რეფერატს რო დაწერ პირობითად და წყაროს მითითების გარეშე უკვე არ ხდება. შესაბამისად მოსწავლეებს აქვე ვეუბნებით და ნელ-ნელა ვასწავლით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ დასაწყისში დაწყებითებში ახლა ეს ფილტრი და რაღაც ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემა, ხო? აუცილებლად კი. თუმცა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნაწილში იქნება ყალბი და ეს თქვი ჭეშმარიტი ინფორმაცია, იმიტომ რომ ამის გამიჩნდა ზოგჯერ უფრო ადამიანებსაც კი გვიჭირს არამედ თუ სკოლის მოსწავლეებს. ამ შემთხვევაში გაქვთ თუ რა იმ კონკრეტული მექანიზმი ამ ბერკეტი, რის საშუალებითაც თუნდაც უკვე დღეს როგორც მთავარ გამოწვევას ახალ თაობას ასწავლით, როგორ უნდა დაიცვან თავი ყალბი ინფორმაციისგან და როგორ უნდა გამიჩნონ ისინი ერთმანეთისგან. პირველი რასაც ვთხოვთ ხოლმე, რომ ნამდვილად გადამოწმებული ინფორმაცია სხვადასხვა წყარო არის თუ არა ერთად შეთანხმებული. ასევე მედია ჩეკერს და ფაქტ ჩეკერსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიყენებთ სასკოლო სივრცეში და მოსწავლეებმაც იციან ამის შესახებ, როგორ შეიძლება ეს ამ საიტების გამოყენება ინფორმაციის გაფილტრებისთვის. ძირითადად მაინც საბოლოო ჯამში გვაქვს რა თქმა უნდა მიღწევები, მაგრამ არის პრობლემებიც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეუძლებელი არის რაღაც 100%-ით სრულად დაფარო, იმდენად ბევრია ეს ინფორმაცია, იმდენად სხვა ინფორმაცია მოდის სოციალურ ქსელში, რომ დღის განმავლობაშიც კი რომ ასკროლოს ადამიანმა ალბათ ერთი მინიმუმ 100 ინფორმაციას მაინც მიიღებს მისი ტვინით და ძალიან რთულია რომ ყველა გადაამოწყოს. თუმცა ის რომ მისთვის საინტერესო, ის რასაც ყურადსაღებად ასე ვთქვათ, ყურადსაღები და მისთვის მნიშვნელოვანია რომ ეს გადამოწმებული უნდა გქონდეს და უბრალოდ ვიღაცამ სადღაც რაღაც დაპოსტა ან ვიღაცისგან რაღაცა გაიგო, არ შეიძლება ჩაითვალოს სანდოწყაროდ, სანდოწყაროებზე ნამდვილად აქტიურად მუშაობთ. თუმცა სრულ დაფარვას ვერ ვახერხებთ. და ამას გარდა ხომ აი არჩევანის ფაქტობრივად არჩევას ვკარნახობენ ხომ აი ამ ციფრულ სივრცეში და აქაც ბუნებრივია იბნევა თინეიჯერი, რომელიც ამაოდ გარკვეული არჩევანი უნდა გააკეთოს იგივე პროფესიის თვალსაზრისით და არა მხოლოდ შეიძლება ეს იყოს შთაგონებული სწორედ ციფრული მედიიდან და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გამიჯნოს. თამარ, ახსენეთ ასეთი ძალიან საინტერესო ფენომენი, რაც არ ვიცი თუ ახლა არსებობს ძალიან სასიამოვნოა, როდესაც პედაგოგები კოლექტიურად მუშაობენ და ცდილობენ რომ კონკრეტული ასახსნელი საკითხი იყოს კავშირში სხვა საგანთან. ეს ფორმატი რამდენი ხანია შემოვიდა და რამდენად აქტიურად გამოიყენება საინტერესოდ. ჩემ დროს ეს არ მახსენდება და ძალიან საინტერესო იქნებოდა.
რა ვიცი, 8 წელია თავად პედაგოგი ვარ სამოქალაქო განათლების და 8 წელი არსებობს ეს. ალბათ უფრო გამოყენების ნაწილზე არის. სკოლა იმის დაწყებულა. სავარაუდოდ ეს არის უფრო მასწავლებლის ინდივიდუალური სურვილი და შინაგანი мотиваცია, იმიტომ რომ ინტეგრირებული გაკვეთილი, აი მაგალითს გეტყვით, პუბერტატი ახსენეთ, ხო? ჩვენ გავდივართ მოზარდობის ასაკს, ეგრეთ წოდებული გარდატეხის ასაკი, მისი თამდევი პრობლემები, გამოწვევები და როგორ გავუმკლავდეთ მას. ეს არის ინტეგრირებული სამოქალაქოს ნაწილში. მე ვერ წარმომიდგენია ეს ნაწილი გავიარო ბიოლოგიის მასწავლებლის გარეშე. ანუ ჩემითა ბიოლოგიის მასწავლებლის თანხმედრა უნდა იყოს, ან ბიოლოგიურ ჭრილში ის პარალელურად უნდა გადიოდეს ამ ყველაფერს, მე ესე ვთქვათ, უფლებრივ ჭრილში და ესე ვთქვათ, კადრეული ქორწინების ელემენტები ჩემოდეს და ბავშვისთვის რაღაც აღმოჩენა არ უნდა იყოს, რომ რაღაცა ესეც ეუბნები, რომელიც აბნევს მას. ან მაგალითად გავდივართ სახელმწიფო სიმბოლიკას პირობითად. მუსიკის გარეშე, მუსიკის მასწავლებელი მე მჭირდება ამ დროს, იმიტომ რომ უბრალოდ ავუხსნა ეხლა ჰიმს რო ჩართავ, რატო უნდა ატკე, ხო? აი ეს ხომ უნდა კონდეს გააზრებული. აქ მუსიკის ელემენტები გვჭირდება. არის ვთქვათ გეოგრაფიის ელემენტები, როდესაც გვჭირდება რაღაც საკითხებს, როცა განვიხილავთ მათ გლობალურ 17 მიზანს რო განვიხილავ, შეუძლებელია აქ არ ვახსენო ისტორია, არ ვახსენო გეოგრაფია და პარალელურად თუ კომუნიკაცია არა გაქვს შენ საგნის მასწავლებელთან იმ კლასში, რომელშიც ის შედის, უფრო გირთულდება საქმე პედაგოგსაც და შედეგი უკვე, იცით როგორი არის, ძალიან აი დროში გაწელილი და სავარაუდოდ ალბათ თუ შენ უსწრებ იმ საგანს, რომელშიც ის ესე ვთქვათ, ამ ყველაფერს უნდა გადიოდეს, ბავშვი ჯერ ვერ ხვდება შენ მას რას ეუბნები. აი ამის წინ გავდიოდი, ვაჟა-ფშაველას კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი მქონდა, ესე ვთქვათ, მწყაროდ მოყვანილი. მსჯელობდით ამის შესახებ და რატომღაც ვიფიქრე, რომ ეს იყო საკმაოდ მაღალ კლასში, ამ ბავშვებს წაკითხული ჰქონდათ. ჩემი შეცდომა იყო, იმიტომ რომ ყოველთვის ვამოწმებ ხოლმე ამას საგნის მასწავლებელთან, მაგრამ რატომღაც მეგონა. და უცებ აღმოვაჩინე, რომ წაკითხული არ ჰქონდათ და მე საკუთარ თავის შემრცხვა იმ მომენტში, რომ არ შეიძლება შენ მოსწავლეს ესაუბრო რაღაც ზოგადად მაღალ მატერიალურ ღირებულებებზე და ასე შემდეგ, თუ მას მისი ბაზისი არ აქვს ჭერჭერობით და რა თქმა უნდა დავბრუნდით ის ყველაფერი დავიწყეთ თავიდან, შევთანხმდით საგნის მასწავლებელთან და გაცილებით უფრო აბსოლუტურად სხვა შედეგი იყო შემდგომ უკვე სახეზე. მაგალითად თამარ თქვენ მაღალ მატერიალებს საუბრობთ, ეხლა და საინტერესო არის განათლების სისტემას შევაფასოთ, თუნდაც იმ ნაწილში, როდესაც დღეს ვაჟა და ილია თუნდაც სასწავლო პროგრამიდან არის ამოღებული. რამდენად საინტერესო არის თქვენთვის ეს ნაწილი, როგორც მასწავლებლისთვის, რამდენად ემხრობით და რამდენად წინააღმდეგებით საერთოდ და რას ნიშნავს თქვენთვის ეს? ჩემთვის წარმოუდგენელიც კი არის, ზოგადად ვისაუბრობ ფასეულობებზე და არ გამოვიყენო ის მაგალითები, რომლებიც ბავშვებისთვის აი ამ ჩვენ საქართველოში არსებობს და აქ შექმნილი ისტორიები არის, რომელსაც თაობები იზრდებოდა და კიდეც გაიზრდება. ვაჟა-ფშაველას კოსმოპოლიტი და პატრიოტიზმი თუ არის ამოღებული პირობითად ქართულიდან, ეს არის ჩემთვის უკვე ძალიან დიდი წინახობა, იმიტომ რომ მე მაინც უნდა ვასწავლო, ჩემს პროგრამაში ის არის. თუმცა ეს ჯაჭვსებური ბმა, რომელზეც თქვენ ახსენეთ, რომ ყველა საგანი არის მნიშვნელოვანი, წყდება. თქვენ სახელმწიფოში არის? დიახ, არის. და არ არის ქართულის სახელმწიფოში ფაქტობრივად ასე გამოდის, ანუ რაღაც ერთმანეთის ეწინააღმდეგება. წყაროდ ჩვენ ვიყენებთ ამ ყველაფერს, ყოველთვის კავშირი გვაქვს სხვადასხვა საგანთან, აი სამოქალაქო ცალკე არ დგას. ხშირად განიხილება, რომ სამოქალაქო განათლება და ასე სამოქალაქო განათლება ბმაშია ყველა საგანთან, ისევე როგორც ყველა საგანი შეუძლებელია ზოგად ეროვნულ მიზნებს არ ეხებოდე. შეუძლებელი არის და რაღაც ცალკე მდგომი რო აი უბრალოდ ტიპიური საგანი არის, რომელიც პირობითად რომელიც შეიძლება რაღაცა ისწავლო, გაითავისო და ამითი დაასრულო, ეს ასე არ ხდება, იმიტომ რომ შენ შეხება ქართულთან, გეოგრაფიასთან, ისტორიასთან, ყველასთან ბმაში ხარ აბსოლუტურად. აი 8 წლიანი სტაჟი ახსენეთ და საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ დაკვირვებოდით, როგორ იცვლება თაობა, საინტერესოა. აი როგორი არის ახლანდელი თაობა, რომელსაც ჯენზის ვეძახით და თაობა ალფაც მე მგონი იგულისხმება თქვენს მოსწავლეებში, თუ ჯენზი არის ძირითადად. უფრო ჯენზი. აი როგორი არის ეს ჯენზი საინტერესოა თქვენი თვალთახედვით? მე პირადად ამ თაობის ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავდება ჩემი თაობისგან, ჩემი მშობლებისგან ხო კიდევ უფრო განსხვავდება, ზედათ აი აბსოლუტურად. ეს არის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ფორმირდებიან პიროვნებებად. ნამდვილად აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ხედვა რიგი საკითხებისადმი და ამ ადამიანის ფიქრობ ადამიანებით ვერც მანიპულირება მოხდება მარტივად და ესენი ვერ იქნებიან ვერასოდეს სისტემის ესე ვთქვათ უბრალოდ მორჩილნი. მათ შინაგანი თავისუფლება ახასიათებთ უკვე და ეს შინაგანი თავისუფლება და სილაღე იმდენად
მაგარი რამ არის, რომ მათ იციან თავიანთი როლი, დანიშნულება უკვე და წარმოუდგენელიც კი არის ალბათ ჩემთვის, რომ მოსწავლეები, რომელსაც ვასწავლიდი და ვასწავლი, აი რაღაცა სხვაგვარ რეალობაში თანხმობა განაცხადოს ზოგადად ცხოვრებაზე. ეს არის თითოეული შინაგანი мотиваცია, მაგრამ ბმაში ყოველთვის უნდა იყოს კანონის, ამას ჩვენ გავდივართ კანონის უზენაესობასთან და კანონმორჩილობასთანაც ამავდროულად. არ შეიძლება ანუ კრიტიკული აზროვნება გაგებული იქნეს ასევე სხვაგვარად. ხო, ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი იდეები ფორმირებული, ჩემი შეხედულებები უნდა მქონდეს ყველა საკითხისადმი არგუმენტირებული და ასე შემდეგ, თუმცა არის მეორე საკითხი, რომელიც მოიცავს კრიტიკული აზროვნების სწორ გაგებას და სწორედ სწორ გაგებას ვცდილობთ რომ ვემსახუროთ, მე მგონი არა მხოლოდ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, არამედ სხვა დარგის წესს, ვთქვათ, მადლობა. თამარ, ბოლო კითხვასაც დაგისვამ, საინტერესოა სამოქალაქო განათლების პედაგოგები როგორ იმაღლებთ კვალიფიკაციას, არ ვიცი, იგივე იცნობით საერთაშორისო ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, საინტერესოა გაგვიზიარეთ. ჩვენ ალბათ ერთ-ერთი ესეთი ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, ფუფუნებაც კი გვაქვს, იმიტომ რომ არსებობს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ძირითადად, ესეთი დიდი ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებულია თითქმის ყველა სამოქალაქოს მასწავლებელი და ამ ორგანიზაციას აქვს ძალიან ბევრი კარგი პროგრამები, მათ შორის როგორც შიდა ადგილობრივი, ასევე აქვს საერთაშორისო პროგრამები. პირადად მე 10 სხვადასხვა ქვეყანაში ვარ ნამყოფი ერასმუსის გაცვლითი პროგრამებით და ყველა შეეხებოდა პედაგოგის კვალიფიკაციას, ყველა შეეხებოდა სხვა მიმართულებით ჩვენს გაძლიერებას და ვფიქრობ, რომ აი ამდენი რაღაცის ნახვაც, გამოცდილებაც, ცოდნაც, ბევრი რაღაცა მეც კი გადავაფასე, თითქოს მეგონა რომ მქონდა ჩამოყალიბებული აი ხედვები და ასე შემდეგ და აი წლებში მივხვდი რომ იმდენი რაღაც გადავაფასე სწორედ აი ამ კვალიფიკაციის ამაღლებით და მუდმივად ამ რუტინაში და პროცესში ჩართულობით რომ დღეს შემიძლია თქვა რომ ის რაც დასაწყისში ვიყავი პირობითად აბსოლუტურად უფრო ღრმა გავხდი აი ამ წლებში ოღონდ ეს იყო ნამდვილად დამსახურება აი ამ დიდი ორგანიზაციის რომელიც ხელს უწყობს და ფუფუნება უნდა გქონდეს ნამდვილად ყველას გადამზადების არის სახელმწიფო პროგრამებიც რა თქმა უნდა რომელიც ემსახურება მასწავლებელთა კვალიფიკაციის გადამზადებას ტრენინგ მოდულები არის სემინარები არის და ასე შემდეგ კარგი არის იქ ჩართულობა და ის როგორ საშუალებას გაცდევს აი დიფერენციაციის მე რაც მჭირდება მე იქ ვრეგისტრირდები და იმ ესე ვთქვათ მიმართულებით ვიმაღლებ აი ეს არის სწორი და ჯანსაღი მიდგომა და არა ის რომ ერთი ტრენინგი გამოცხადეთ და ყველა მიიღეთ მონაწილეობა და ასე შემდეგ ეს კვალიფიკაციის ამაღლება სულ ამბობ თუ მასწავლებელი გაიყინე შენს პროფესიაში ანუ ვერ მიდიხარ წინ ვერ ვითარდები წახვიდე ჯობია სკოლიდან შენ უფრო მავნე ხდები მომავალი თაობებისთვის და ჯობია რომ ესე ვთქვათ ეს ცოდვა არ დაიდმოდი ესე ვთქვათ კისერზე და დატოვო ის სივრცე ეს არის პროფესიაში გაყინვა ალბათ ყველა მასწავლებელს უნდა ეშინოდეს რეალურად განათლების სფეროში მე ვიცი და დავასრულე არ არსებობს სულ მზარდი პროცესი არის აი არ არსებობს იმიტომ რომ მით უმეტეს ჩვენ და სამოქალაქოში ყოველდღიურად იმდენი რაღაცა იცვლება შენ თუ ეს განახლებული ინფორმაცია არ აქვს შენ თუ განახლებულ ცოდნასთან უნარებთან წვდომა არ აქვს ხომ შენ ვერ იქნები უბრალოდ მასწავლებელი შენ იქნები უბრალოდ რაღაც საგნის ფორმალური წარმომადგენელი ალბათ და მე ამას რეალურად ვთვლი დანაშაულად მომავალი თაობების წინაშე თუ იყინები პროფესიიდანაც უნდა წახვიდე დიდი მადლობა ბევრი თამარ ბაუჟაძე ჩვენს განათლების სისტემაში დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად განშტაბებით ნახვამდის მეგობრებო, მოკლედ თვითონ ჩვენთაგანს პიროვნულ თუ პროფესიულ საკითხებზე პერიოდულად ესაჭიროება ალბათ უბადლო მსმენელი, რომელიც კი არ განკიცხავს ან უბრალოდ დაგეგმებს კი არ მოგცემს, არამედ სწორ კითხვას დაგისვავს და ალბათ ფიქრისთვის საჭირო მასალასაც სწორად მოგცემს. თუ კი ახლზე ხარ ეკრანთან და ფიქრობ რომ აქვს ერთი მიზეზი თუნდაც იმისთვის რომ იყო ცუდად კარგად თუ დაფიქრდები შეიძლება გქონდეს 10 მიზეზი იმისთვის რომ იყო კარგად აი ჩვენს რესპონდენტს შემდეგს ერთ-ერთს აქვს 1000 მიზეზი იმისთვის რომ თავი იქნოს კარგად და ალბათ ოპტიმიზმი და თვითრწმენა გახლავთ ის მთავარი რამაც აღმოაჩენა ახალ პროფესიაში ახლებურად საკუთარი თავი თენგო დოლიძე ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი რომელიც ჩვენთან ერთად არის ბოქსის დამფუძნებელი, ასევე კოუჩი. დამაარსებელი ანა გიორგაძესთან ერთად. მოგზაურობთ ხალბატონებო ბატონებო. კოუჩი ვინქსის დამაარსებელი. მადლობა. კარგად განვმარტოთ ჩვენს მაყურებელს ის ფრაზა.
რომლის ციტირებაც მოახდინა ნიკომ, შენ გაქვს 100 მიზეზი რომ იყო ბედნიერი, ამ ფრაზის ავტორი არის თენგო. კი, ის არის მეგობრების მოტივატორი და ახლა უკვე იმ ადამიანების, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდებათ. მოგესალმებით, ვისაუბროთ ბევრია მახალი წამოწყების შესახებ და პირველ რიგში მოდი თენგო განმარტოთ ზოგადად რას გულისხმობს კოუჩინგი, რა მოვალეობები აქვს და პასუხისმგებლობები კოუჩს. მოგესალმებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ კვლავ გეხმარებით საინტერესო თემებზე ვისაუბროთ, ჩვენს იდეებზე გავუზიაროთ ის საზოგადოებას და ეს პლატფორმა ნამდვილად არის ყველა შემდგომი რაღაცა წარმატების ერთ-ერთი საწინდარი, რისთვისაც რაშიც თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიწვით. კოუჩინგზე უფრო სიღრმისეულად მე ვფიქრობ, ანა ისაუბრებს, თუმცა რა დადებითი გავლენა მოახდინა მან ჩემზე, ამაზე შემიძლია მე კარგად ვისაუბრო. ეს არის ადამიანი, რომელიც არის შენი მეგობარი, ოღონდ არა ისეთი მეგობარი, რომელიც გაძლევს რჩევებს, განსჯის შენს მდგომარეობას და გეუბნება რა უნდა გააკეთო შემდგომ. არამედ, როდესაც შენ წევხარ იატაკზე და ხარ ძალიან ცუდად, ის წვება შენს გვერდით და გეუბნება. მოდი ახლა მომიყევი ყველაფერი რა ხდება შენს ცხოვრებაში და მე ერთად გავაგრძელოთ ისე როგორც საჭირო. ანა დამეთანხმებით ხომ? როგორც ამბობენ, ეს სიღრმისეული კითხვა-პასუხის რეჟიმი არის, ეს ვთქვათ, სხვა ფორმირებით ასე ეძახიან კოუჩინგს. მოდი, ეს ბუნდოვანი შეიძლება იყოს რამდენიმე მაყურებლისთვის ან ზოგიერთი ადამიანისთვის და განმარტოთ ზოგადად რა არის კოუჩინგი. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მოგიყვებით. ეს არის ფსიქოლოგიის პარალელური სპეციალობა, სადაც ეხმარები შენ ადამიანს აწმყოში და მომავალში, ანუ არ გადაგყავს წარსულში. ეს არის ფსიქოლოგიის დანიშნულება. არის შემთხვევები, როდესაც სჭირდება, თუმცა ამ შემთხვევაში ვითხოვთ, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგის ჩართულობას. ანუ ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს გაუგონ საკუთარ თავს პირველ რიგში, რა უნდათ, რისთვის უნდათ, რატომ უნდათ, საერთოდ სად არიან და როგორ მივიდნენ დანიშნულების ადგილას. ანუ ფაქტობრივად ამ ტრანსფორმაციულ მოგზაურობაში კოუჩი არის შენი მეგზური. კი ბატონო, აი დანიშნულების ადგილი ახსენეთ და საინტერესო არის მაგალითისთვის ეს დანიშნულების ადგილი თუ აქვს სწორად მონიშნული თუ არ აქვს სწორად მონიშნული. ამის აღმოჩენაში თუ ეხმარებით მიზანი გასაგებია, თუმცა ეს მიზანი თუ არის მართებული. კი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანები არასწორ მიზნებს ვისახავთ, არასწორ გზას ვირჩევთ მასთან მისასვლად. ამიტომ სწორი არა, საჭიროა უბრალოდ რომ სწორად დავფიქრდეთ, დაგვეხმაროს სწორი ადამიანი ჩვენი მიზნების აღმოჩენაში და ისე მივიდეთ აი მეთოდები გაგვიზიარეთ აუცილებლად, იმიტომ ეს ყველაფერი შთამბეჭდავად ჟღერს და საინტერესო პრაქტიკაში როგორ მოყავთ. ვიცხოვროთ აწმყოში, ალბათ არის ყველაზე რთული რამ, ხო? და გვიჭირს ხშირად ნოსტალგირებთ და რაღაცა წარსულს ვეპოტინებით და იმ წარსულის შეცდომებს საკუთარ თავს ვერ პატიობთ და ასე შემდეგ. ხომ? აი აწმყოში როგორ ვიყოთ, საინტერესოა რა მეთოდები თუ ხსნით იმ ადამიანს, ვისაც აწმყოში ყოფნა საკმაოდ რთულია და ყველას გვიჭირს, თუმცა ნუ ამას რაღაც პრაქტიკები გააჩნია რეალურად, უფრო კოუჩინგს რო გავუწევთ, არის მედიტაცია, არ ვიცი, სეირნობა, ისეთი რაღაცები, რაც გვეხმარება, რომ რაღაცნაირად დავმიწდეთ, არ ვიცი, ბუნებაში ყოფნა, ფეხშიშველი სიარული. ანუ ამ რაღაცებს უფრო კოუჩინგის გარეთ ვუხსნით ადამიანებს, მაგრამ თვითონ კოუჩის როლი რეალურად არ არის რჩევების მიცემა. ჩვენ არ ვართ გიდები და მენტორები, ჩვენ ვეხმარებით მათ ამოიღონ საკუთარი რესურსი, ის რაც რეალურად მასში არის, მაგრამ არ იციან რომ აქვთ, რაც გასაღუძებელი და საპონი. ანუ ჩვენ ვეხმარებით ამ რესურსის ამოტანაში და შემდეგ გაგრძელებაში. ანუ ჩვენ მივყვებით ამ მოგზაურობაში, მაგრამ ჩვენ რჩევებს არ ვაძლევთ. ჩვენ ვართ ნეიტრალური ადამიანები, რომლებიც დგავართ მათ გვერდით, ვუჭერთ მხარს და ყოველთვის ვაგრძნობინებთ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. აი საინტერესო პასაჟი ახსენა, ეხა ანუ თუ აი რჩევებს არ ვაძლევთ, ხო? ეს თვითონ კოუჩინგი მოიცავს ხოლმე ყოველთვის ესე გონია ხოლმე მოიცავს გარკვეულ რეკომენდაციებს თუ როგორ ვიცხოვროთ, თუ როგორ წარმართოთ ჩვენი საქმე. ამ შემთხვევაში თქვათ ანუ რა იქნება თქვენი ის ბიცკი, ხო? თქვათ რათა ადამიანმა განსაზღვროს თუ რა არის მის ცხოვრებაში პრიორიტეტული. კი ბატონო, ხო, ჩვენ გვეკრძალებათ რჩევების მიცემა, რადგან ეს არის ფაქტობრივად კოუჩ
პოზიციიდან გამოსვლა, რეალურად სესიის შემდეგ ადამიანი თავად გრძნობს რა არის მისთვის სწორი. ანუ მასში იღვიძებს, ანუ ქვეცნობიერად მუშავდება რაღაცეები მასში და ანუ სესიის შემდეგ ადამიანი თავად ხვდება რა არის სწორი მისთვის. თვითონ აკეთებს იმ არჩევანს და შენ არ გჭირდება რომ რაღაც არ ვიცი რაღაცისკენ უფისკო, მაგრამ შენ შეგიძლია ტექნიკურად არის სპეციალური რაღაც მოკლედ ტექნიკები, რომლის მიხედვით ჩვენ ვეხმარებით, რომ აი ისე დაუსვათ შეკითხვები, რომ თქვა სარკეში ჩავახედოთ ადამიანს და თვითონ მიხვდეს რა სჭირდება. ამ კითხვაზე მე შემიძლია რომ უპასუხო გიორგი. მე ვფიქრობ, ჩვენ უბრალოდ უნდა შევწყვიტოთ სხვების დადანაშაულება იმაში, რა არ გამოდის და რაღაცები რატომ არ გამოდის ჩვენ ცხოვრებაში. საკუთარ თავთან უნდა გქონდეს კითხვები, რა გვინდა, რატომ გვინდა და სადაც მივდივართ, როგორ მივდივართ იმ მიზნისკენ. როდესაც ანუ საკუთარ თავთან ეს კითხვები, საერთოდ მე მგონია, რომ კოუჩი და ტრენერი, სამოტივაციო ტრენერი ვერ გახდება ადამიანი 22, 23, 25 წლის. ცხოვრებისეული გამოცდილება. ამას ჭირდება რაღაც კომპეტენციების შეძენა, რომელიც სხვადასხვა გარემოებებიდან ადამიანებთან ურთიერთობის დროს მოდის, ვთქვათ და ასე კი მართლა არის მნიშვნელოვანი ამ მომენტში. რაღაცა უნდა გქონდეს გამოცდილებები, უნდა რამდენიმე ფიასკო, თავიდან უნდა დაიბადო, უნდა გქონდეს ეს რაღაცა თავიდან დაბადების განცდები, ასე შემდეგ და მე ამ ყველაფრის შემდეგ უნდა გააკეთო საკუთარ თავთან ანალიზი, რაც მოხდა, რატომ მოხდა და ხომ არ შემიძლია ამის გამოყენება ახლა გაგრძელების პროცესში, იმიტომ რომ სხვათა შორის მე მგონია რომ საერთოდ ადამიანურ სასწავლებლებს შორის რაც შეიძლება ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგვემართოს ვიღაცისთვის ბუნებრივია ეს არის რაღაცა ჯეკპოტის მოგება და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის პირადად არის შეხვედრა განსაკუთრებულ ადამიანებთან, რომლებიც თავის მხრივ შენზე ახდენენ გავლენას, რომ შენ შეხვდე საკუთარ თავს და ერთ-ერთ ბერთან საუბრის დროს მკითხე მას, რომ რა არის ის კანონზომიერება, რომელიც ყველაზე კარგად მუშაობს ამ სამყაროში. რამ უნდა მომცეს მე სიმშვიდის განცდა. და მან მიპასუხა ასეთი რაღაც, რომ ცხოვრება გზაა, რომელიც რომელიც სწორხაზოვანი არ არის. იქ აუცილებლად იქნება ორმოები, აუცილებლად იქნება სწორი გზა, მინდორი, იქნება ბარდი, რომელიც გიჩხლებს და გატკენს. სადღაც უნდა გადაცულო. მაგრამ სწორედ ეგ არის. ანუ კანონზომიერება ზუსტად ის არის, რომ სრული მიმღებლობა გქონდეს და ადაპტირება სწრაფი იმ ყველაფრის მიმართ, რაც შენ ცხოვრებაში მოხდება. და მე ამის გაზიარება და ამ ყველაფრის ანალიზი შეგეძლოს. აი ეს ძალიან სწორი და ნიშანდობლივი აქცენტი იყო თენგო, იმიტომ რომ ხშირად კოუჩების შესახებ გვაქვს ასეთი წარმოდგენა, რომ ესნი არიან რაღაცა ზე ადამიანები, რომელთაც ხო, აი რაღაცა შეცდომები არ დაუშვიათ ამ ცხოვრებაში, იციან თავარი საიდუმლო ის გასაღები, რომელიც ყველა კარს აღებს და ჩვენ რაღაცა ესე შევცქერით აი დიდაქტიკურ მთხრობელს. საინტერესოა რა როლი აქვს გულწრფელობას, როცა პროფესიონალ კოუჩზე ვსაუბრობთ, რამდენად უზიარებს ის თავისი შეცდომების და ფიასკოების შესახებ ამბებს ადამიანებს, დაინტერესებულ პირებს. ხო, ეს ალბათ მისი არჩევანია, ხო? ნახე, როდესაც ცვლილება გინდა და მზად ხარ ტრანსფორმაციისთვის, მზად ხარ რომ შენგან დაიბადოს ახალი, ძლიერი, მეტად თავდაჯერებული ადამიანი, აბსოლუტურად გამორიცხავი სიყალბეს და ხარ ნამდვილი, ხარ საკუთარი თავი, აბსოლუტურად აი შეფუთვების გარეშე და მზად ხარ რომ დაუპირისპირდე საკუთარ მანკიერებებს, იმ მავნეჩვევებს, რაც აქამდე ხელს გიშლიდა წინსვლაში და სწორედ ამ ადამიანთან შეხვედრის დროს იბადება შენგან მერე ის პიროვნება, რომელიც საკუთარი ცხოვრების გზამკვლევი შეიძლება რომ აღმოჩნდეს. ხომ ასე ანა? აი ანა, საინტერესოა რა პიროვნული ინდივიდუალური კოუჩინგი ალბათ რადიკალურად განსხვავდება კორპორატიული კოუჩინგისგან და პროცესი ალბათ განსხვავებულია. ჩვენ ხშირად გვინახავს თუნდაც კომპანიები, სადაც თანამშრომლების ბედნიერების კოეფიციენტი არის საკმაოდ დაბალი და ჩემ ერთ-ერთ მეგობარ კოუჩს ხშირად მიმართავს სხვადასხვა კომპანია იმისთვის, რომ თანამშრომლების ბედნიერების კოეფიციენტი იყოს მაღალი. თუმცა არსებობენ კომპანიები, რომელსაც არ აინტერესებს საერთოდ თანამშრომლების ბედნიერების კოეფიციენტი. ამ შემთხვევაში როგორი არის მუშაობა კომპანიებთან?
რა სპეციფიკები ახლავს და ხანგრძლივობა და პროცესი განსხვავდება თუ არა ინდივიდუალურია და აუცილებლად საჭიროებს თავიდან დიაგნოსტიკას თუ ჩვენ ვსაუბრობთ კორპორატიულ კოუჩინგზე. რადგან ზოგჯერ ჩვენს დამკვეთს გონია რომ მათი პრობლემა რაღაცა სხვაა, გავესაუბრებით, მოვიკვლევთ და ხვდებით რომ ძაღლისთავი ესე ვთქვათ საერთოდ სხვაგან არის ამორფული. შეიძლება გეგონოს რომ შენი გუნდის პრობლემა რაღაც ემოციური ინტელექტია ვთქვათ და ამაზე გაქვს სამუშაო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება რომ რესურსების როის მართვა, მენეჯმენტი ანუ აქ უჭირთ ხო? ამიტომ ჩვენ აუცილებლად ვატარებთ დიაგნოსტიკურ შეხვედრებს იმისთვის რომ ჩვენ არ გვაქვს სურვილი რაღაც სხვისი რესურსები ფუჭად გავფლანგოთ და არც ჩვენი დრო ხო რა თქმა უნდა მოგწოდებით. ყველაზე ხშირი აი აქ ჩაგეკითხებით. ყველაზე ხშირი პრობლემა რა არის? ემოციური ინტელექტი ახსენეთ და კიდევ რამდენიმე რაღაცა პრობლემატური საკითხი. ყველაზე გავრცელებული პრობლემა რა არის თანამედროვეობაში? ყველაფერი მაინც ინდივიდუალურ დონეზე დადის. ანუ ადამიანებს არ აქვთ мотиваცია და რა არის мотиваცია? რა არის ჩემი მნიშვნელოვანების განცდა? მაინც გჭირდება რომ ყველას ინდივიდუალურ დონეზე ემუშაო, იმიტომ რომ კი ჯგუფთან, გუნდთან მუშაობ, მაგრამ აი რაღაც ავარჯიშებს, პრაქტიკულ დავალებებს რა ვაკეთებთ, აუცილებლად ყველას მაინც გჭირდება რომ ინდივიდუალურად დაეხმარო, იმიტომ რომ მათ გჭირდებათ მნიშვნელოვანების განცდა პირველ რიგში, ანუ კორპორატიულ გუნდებში მით უმეტეს. თქვენ ახსენეთ ორგანიზაციული კულტურა, კორპორატიული კულტურა ეს მნიშვნელოვანია, სწორედ გარემოთი, ხო, რომელსაც ქმნის ის კონკრეტული მენეჯმენტი, რომელიც დასაქმებულია ამ ორგანიზაციაში, ან კომპანიაში. თენგო წარმატებული მენეჯერია ჩვენ როგორც ვიცით, მას უკავშირდება არაერთი გამორჩეული პროექტი. მადლობა გიორგი. ხო, რომელიც უკავშირდება ხელოვნების მუზეუმს. მე მინდა ვკითხო მას ამ შემთხვევაში როგორც ქოს. აი, არის თუ არა მნიშვნელოვანი background, მნიშვნელოვანი რემარკა ახსენე წენაშენ, რომ აი, უნდა რაღაც background-ი უნდა გახდეს, ასაკში უნდა იყო გამოცდილება უნდა ქონდეს, მაგალითად ჟურნალისტიკაში ისეა ხოლმე, რომ ტელეეკრანზე ვერ ხვდებიან ადამიანები, თუ მათ, თქვათ, ცოტათი ჭაღარა არა აქვთ ხოლმე. იმიტომ რომ ის დამაჯერებლობის სიჭარმაგის მაჩვენებელია. თუმცა შეიძლება 30 წლის ასაკშიც ქონდეთ როგორც იყო 22 წლის. ან იყო 22 წლის და იჭდეთ ტელეეკრანზე სტერეოტიპი დაიფსხრა უკვე. ხო, არა, მე ზოგადად დასავლურ პრაქტიკას გულისხმობ. აქედან გამომდინარე, რამდენად გადამდებია, ვთქვათ, შენი წარმატება იგივე ამ საქმეში, რომელსაც coaching-ს ნახეთ, კი, ნამდვილად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ გუნდის მართვა კარგად შეძლო და მართვაში არ იგულისხმება ადამიანების უნარების გამოყენება, პირიქით გაერთიანება, მათი ძლიერი მხარეების ამოცნობა და ამ ძლიერი მხარეების ერთმანეთთან ისე იმგვარი კოორდინირება, რომ ყველამ თავი მნიშვნელოვნად იგრძნოს და იმ საერთო შედეგში მიხვდეს თვითონ რა წვლილი შეიტანა, ხო? ეს არის მთავარი. ჩემ გუნდთან მიმართებაში ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც თქვენ ახსენეთ, ჩვენი წარმატების მთავარი გასაღები არის ის, რომ ჩვენ ყველამ ვიცით ჩვენი ადგილი და აქ არის აბსოლუტურად ერთმანეთის სრული მიმღებლობა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი. რაც შეეხება ადგილში გულისხმობ რესურსის სწორ პოზიციონირებას. კი, რასაკვირველია, ადამიანური რესურსების სწორ პოზიციონირებას. რაც შეეხება ნიკოს კითხვას, აი ინდივიდუალურ და კორპორატიულ coaching-ს, რაც შეეხებოდა, სწორედ ამის გამო შეიქმნა Wings. ჩვენ ძალიან გვინდოდა რომ ეს ყოფილიყო რაღაც ძალიან ქართული სახელიდან გამომდინარეც და თავიდან რაღაც სხვანაირი brainstorming-ი გქონდა, მაგრამ Wings-ი არის ძალიან დიდი ფიქრის და გამოცდილების შედეგად შექმნილი ამბავი. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ამბიციებიც, ნახოთ საითკენ წავა, ხო, ჩვენი რაღაც გეგმები და სწორედ იმიტომ, რომ საერთაშორისო რაღაც ამბიციებიც გვაქვს, მოვიფიქრეთ ასეთი სახელი, რომელიც პრინციპში თავის თავში ქართველობის იდენტობასაც ასახავს. ან ხომ ასეა, იმიტომ რომ ვინ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის გამარჯვება და გამარჯვება თუ არა ქართველებთან ვისთან შეიძლება ასოცირდებოდეს უკვე გამარჯვება და X-ი არის ზუსტად ინდივიდუალური ცვლადის მიზნის სიმბოლო, რომელიც არის ინდივიდუალურ შემთხვევაში შეიძლება იყოს სრულიად სხვა, კორპორატიულ გუნდის შემთხვევაში შეიძლება იყოს დაფარული X-ფაქტორი, ისე რომ ვთქვა. კი, ზუსტად და ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს არა ჩვენ თვითონ შევძინოთ და ვაპოვნინოთ რაღაცა მივცეთ, რომ ეს არის შენი X-ი, არამედ საკუთარ თავში აღმოაჩნონ და გახსნან ის პოტენციალი, რაც მათ ჭირდებათ იმისათვის, რომ
მიაღწიონ პირად წარმატებას, რაც ბუნებრივია შემდგომ გუნდურ, ანუ საერთო წარმატებაზეც დადებით გავლენას მოახდენს. აი სინთეზური იქნება თუ არა სესიები საინტერესოა იგივე ანა მახსენა, რაღაც მომენტში უკვე ფსიქოლოგის ჩართულობაც ხდება, საჭირო თერაპევტის ჩართულობა გაგვიზიარეთ ამ ხო, აი იმ შემთხვევაში თუ რაღაც ტრამვის მატარებელია ადამიანი, მაგალითად შეიძლება ვერ მიდიოდეს წინ იმ მიზანთან, იმიტომ რომ ის რაღაცა უშლის ფაქტობრივად ხელს და ვერ დგამთ რაღაცა ნაბიჯებს, იმიტომ რომ coaching აბსოლუტურად დაფუძნებულია ნაბიჯებზე, ანუ ჩვენ ვეხმარებით, ანუ მხოლოდ ოცნებაში, მოტივაციაში არ ვტოვებთ ადამიანს, ანუ ვეხმარებით რეალურად ნაბიჯების გადადგმაშიც და თუ რაღაცა ისეთი აქ წარსულში, რაც ვერ უშვებს წინ, აბსოლუტურად მისაღები და უცლებელია, რომ ჩავთოთ სპეციალისტი და შეიძლება პარალელურად ვიმუშაოთ ან შემდეგ. ეს ტრავმა შეიძლება იყოს მთავარი მიზეზი, რამაც განაპირობოს ადამიანის დაშორება მთავარი მიზანთან. კი. საინტერესოა სეგმენტი ანა, რა ასაკის ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი თქვენი coaching-ი? ინდივიდუალური სესიები ყველასთვის ხელმისაწვდომია 18 წლიდან ზემოთ და კორპორატულ ხრად შეეხება ფაქტობრივად ასაკში შესაძლოა. ჩვენებულია. ჩვენთვის მთავარია ჩვენ თვითონ გქონდეს ისევე როგორც ყველა ჩვენს შეხვედრას ნიშნულოვნების განცდა, ეს არის ჩვენი მთავარი კრედო, მთავარი რაღაც ღერძი, რაზეც დაფუძნებულია ჩვენი ღირებულებები და როდესაც ვიგრძნობთ ამ საჭიროებას, აუცილებლად დავამატებთ პრინციპში ზუსტად Wings-ის coaching-ის და coach-ების და ტრენერების გაერთიანებაა, ხო? და ბუნებრივია საჭიროებიდან გამომდინარე მას შემდეგ, რაც მოხდება დიაგნოსტიკა, აუცილებლად მოხდება შესაბამისი პირების ჩართულობით ტრენინგის შეხვედრის გაძღოლა და მე როგორც ტრენერმა, რომელმაც პირველ რიგში შემიძლია ვთქვა, რომ მე თვითონ ვარ საკუთარი თავის ასე ვთქვათ ტრენერი, coach-ი, ჩემი coach-ი ანა არის. სხვათა შორის ეს ტერმინებს შორის რა განსხვავებაა? გეტყვით, სხვათა შორის ძალიან კარგი დამთხევაა და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის უბრალოდ დამთხევა. მე და ანა ერთმანეთი გავიცანით 2015 წლის 5 იანვარს და 2025 წლის 5 იანვარს გადავწყვიტეთ, რომ ამას ექნებოდა ორგანიზაციული ფორმა. 8 იანვარს იყო ჩვენი პირველი coach სესია, იმ დროისთვის რაც შეიძლებოდა რომ coach სესიად ჩათვლილი იყო და 8 იანვარს დავაფუძნეთ უკვე ეს ამბავი. ოღონდ ეს ძალიან თანმიმდევრულად მოხდა, ხო? აი, თავისით. რაც შეეხება coaching-ს, coach-ი ეს არის ადამიანი, ანამ როგორც ხო, რომელიც მუშაობს ინდივიდუალურად და ეს არ არის მენტორი, არ არის გიდი, ხო? არ არის მრჩეველი, ეს არის მხარდამჭერი, ხოლო ტრენერი არის ადამიანი, რომელიც გარკვეულ გამოცდილებების და ტექნიკების გაზიარებით გაძლევს რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება, ბუნებრივია ეს coach სესიებისგან განსხვავდება, ხო? როგორ შეიძლება შენი ცხოვრება პოზიტიური მიმართულებით შეცვალო და ცხოვრებაში შემოიტანო რაღაც ისეთი ცვლადები, რაც შენზე დადებით გავლენას მოახდენს. გამოცდილება ახსენეთ თენგო და აქვე საინტერესო არის, მით უმეტეს რომ coaching-ი საქართველოში შედარებით მაინც ახალი პროფესია და ეს ალბათ იმ გამოწვევების დამსახურება, რომელიც დღეს წესრიგში დგას. საინტერესოა coach-ების გამოცდილება, ზოგადად მათი სანდოობის ნაწილი და ცოდნის ხარისხი, რომელთაც შეიძლება თავს ეწონებდეს რომელიმე კონკრეტული, რომელიც ვთქვათ, ცოდნის კვალიფიკაცია coach-ების. სად იმაღლებენ კვალიფიკაციას, საინტერესო. სად იმაღლებენ? ხო, კვალიფიკაცია ძალიან საინტერესო. ანუ რეალურად coach-ებს ცოტა რაღაცნაირად უყურებენ, იმიტომ რომ თქვათ არ არსებობს coaching-ის დიპლომი. ანუ ეს არის მხოლოდ სერტიფიკატზე დაფუძნებული ცოდნა და რეალურად შენს გამოცდილებას და წლებზე, რასაც იცვლის შენი პრაქტიკა. ამიტომ უნივერსიტეტში ჩვენ ვერ ვისწავლით coaching-ს, ბაკალავრი ვერ გვექნება, ვერც მაგისტრი ვერ გვექნება. და ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ სხვა სასწავლებლებში მივიღოთ ეს ცოდნა, ავიმაყოთ პერიოდულად სხვა არ ვიცი სასწავლებლებით საქართველოში იქნება, საზღვარგარეთ და რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა დავაგროვოთ. ეს მზარდი პროცესი არის coach-ისთვის სწავლების პროცესი. კი, თუმცა სანამ coach-ი გახდები, პირველ რიგში შენ თავზე უნდა ქონდეს ნამუშევარი, ძალიან ბევრი წელი coach-ი ვერ გახდები 24 წლის ასაკში, ვერც 25 წლის ასაკში, ამიტომ გჭირდება ცხოვრებისეული გამოცდილება, შენი განვლილი გზა, იმისთვის რომ მე გადახვიდე ამ პროფესიაში სხვას დაეხმარო. აი ცხოვრებისეული გამოცდილებისგან კიდევ რა უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს ამ პროფესიის მორგებას თენგო საინტერესოა. უნდა ჰქონდეს სრული მიმღებლობა და აბსოლუტურად უნდა ამოიღოს საკუთარი თავიდან განსჯის უნარი. მათ შორის საკუთარი თავის
საკუთარი თავის არა, იმიტომ რომ ეს ალბათ მაინც თვითგანვითარებაში გეხმარება, როდესაც შენ გამზიარებელი ხარ და ცდილობ მხარდაჭერა გამოუცხადო ამ ადამიანს, რომელიც ეს სჭირდება და მოგმართა შენ. კი არ უნდა შეაფასო, კი არ უნდა განსაჯო, მიუთითო, რაღაცა ადგილი მიუჩინო და ასე შემდეგ. მხარდაჭერა გამოუცხადო და ამ ყველაფრის მე როცა ადამიანი მარტო არ გრძნობს თავს, უკვე იწყება პოზიტიური ცვლილებები. საერთოდ მე მგონია ესეთი რაღაც. აფირმაციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და მგონია რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაც ლამაზად დაწერილი სიტყვების ერთობლიობა ან ასე შემდეგ. ეს შეიძლება იყოს ლამაზი მცენარე, რომელიც თუნდაც ამყარებ კომუნიკაციას, წიგნი, ნივთი და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე დიდი აფირმაცია ეს არის სამყაროს ხმა, რომელიც გესმის და ეს გესმის მხოლოდ მაშინ, როცა შენ გაქვს ამის მიმღებლობა და როდესაც და სურვილი მოისმინე. და სურვილი და როდესაც გინდა რომ ცვლილებები მოვიდეს შენ ცხოვრებაში და ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შეწყვეტ სხვების დადანაშაულებას იმ ამბებში, რაც შენ ცხოვრებაში ისე არ ხდება, როგორც შენ გინდოდა და დაიწყებ საკუთარ თავზე მუშაობას და იმ ცვლილებებისკენ სვლას, სადაც გრძნობ რომ ხარ ბედნიერი. ყველაფერი იწყება აღიარებით ფაქტობრივად. შეგვიძლია პრინციპში ასე დოტაზე დავასრულოთ. მადლობა დიდი, ჩვენც ჩავფიქრდით და ფიქრს გავაგრძელებთ შემდეგ სტუმართან ერთად. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს უსურვებთ თქვენ. დიდი მადლობა თქვენ. თენგო დოლიძე და ანა გიორგაძე გახდნენ ჩვენი სტუმრები. მადლობა. ეს იგი პრინციპში რაც თქვით წეღან ჟურნალისტიკაზე და ჭარმაგ ასაკზე, სიჭარმაგაზე, შევერცხლის ფერებულ თმებზე, ani ყველაფერი წინ გაქვს, ასე რომ ჯერ ყველაფერი წინ არის. რა თქმა უნდა, სიჭარმაგი არის, წინ თუ რა არის? შევერცხლილი. მაინც და მაინც ასაკს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა. ნიკო თავის გამოცდილებას გვიზიარებს ამით. ეხლა გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, ეს გახლავთ გარდატეხის ასაკი მოზარდებში, საკმაოდ პრობლემური ასაკი. დადასტურებულია ფსიქოლოგების მიერ, რომ ამ წლებში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს, როგორც მშობელი, ასევე მასწავლებელი და მე მაინტერესებს თქვენ როგორი გარდატეხის ასაკი გქონდათ, თუ გაიხსენებთ, ნიკო შენგან დავიწყოთ. ერთადერთი გამკვეთილი, ეს ვთქვათ, რაც შეიძლება ყოფილიყო, მე ფოლკლორულ გუნდში ვიყავი მეორე ხმამ განიცადა მუტაცია იმდენად რამდენადაც შემდეგ რაღაცნაირად დამიწრულდა საშინო და ხმის ამოღებისაც კი მე მწხვენო და იმდენად წვრილი ხმა მქონდა. ეგ გაგრძელდა დაახლოებით რამდენიმე თვის განმავლობაში, შემდეგ ისევ დამიბრუნდა ხმა და რა თქმა უნდა შემდეგ უკვე ბარიტონი გავხდი და ამდენად ყველაზე რთული მომენტი იყო ეს. ამ პერიოდში ხარ ჩაიკეტე, ან თქვა დაკომპლექსი. განაპირობა სხვა შორის საზოგადოებამაც, რომელიც გარკვეულწილად მაინც ახდენდა, ეს ვთქვათ, ამ ხმაზე აქცენტს, მათ შორის იყო ბულინგის ნაწილიც ამ მცირე პერიოდის განმავლობაში, თუმცა ხო საბოლოო ჯამში განაპირობა ის რომ ხო შენ მარტო გაუმკლავდი ამ ყველაფერს საინტერესოა თუ დედა რომელიც ყოველთვის შენთან ერთად არის და მოვიკითხავთ მშობელი აქვე აღნიშნე რომ მშობელს დიდი მნიშვნელობა აქვს მოვიკითხავთ ნიკოლოზის დედას ანი შენი გამოცდილება გამოცდილება ეს ტიპური გარდატეხის ასაკის კრიზისი რომელიც 13 წლის ასაკში დამეწყო და ვერ ხვდებოდი რა იყო ეს უდიდესი დისკომფორტის შეგრძნება რომელიც მაწუხებდა არ ვიცოდი რა ერქვა ამას და როცა ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვხედავდი რომ ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ქუჩაში გაუცებული ვიყავი როგორ არის ეს ხალხი ასე თავისუფალი და მე რატომ აქვს ეს დისკომფორტი 6 თვის განმავლობაში ვემბრძოდი ამ უდიდეს დისკომფორტს ჩემში და ერთ დღესაც აღმომხდა და გავეხსენდი ჩემს მშობლებს და მოვუყევი ჩემი მწვავი შეგრძნებების შესახებ და როგორც კი მამა ჩემმა მითხრა ესეთი ფრაზა მეც ასევე ვიყავი მამიდა გაგივლის აი გულწრფელად ვამბობ ყოველგვარი გაზვიადების გარეშე მეორე დღესვე უკეთ გავხდი ბუნებრივი არის ეს გარკვეული რეციდივები მე მთელი ცხოვრების განმავლობაში როცა ვგრძნობთ ამ კრიზისს ერთგვარ აპათიას, თუმცა ვიცი რომ მარტო არ ვარ. ვიცი რომ ამას სხვაებიც გრძნობენ და ეს არ არის რაღაცა ინდივიდუალური პრობლემა. ალბათ ჩვენ დროს ეხა მე როცა ჩემი 13 წლის ასაკზე ვსაუბრობ, ხო, მე ხა 28 წლის ვარ, როდის იყო ხო ჩემი 13 წლის ასაკი.
მაშინ არ იყო ცნობიერება იმდენად მაღალი, როგორც არის ახლა და მე არ ვიცოდი, რომ არსებობდა გარდატეხის ასაკის დეპრესია. ახლა ინფორმირებულები არიან ახალგაზრდები და ინფორმაცია რას ნიშნავს, ხო? ნიშნავს იმას, რომ შიში და შფოთი ნაკლები უნდა იყოს წესით მათში და ჩვენი როლიც, ჩვენი გადაცემის და ზოგადად მედიის როლი არის იმაში, რომ ეცნობიერება ამ თემის ირგვლივ გავზარდოთ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უამრავი შემთხვევაა, როდესაც გარდატეხის ასაკში პრობლემები ექნებათ ხოლმე მოზარდებს, ისინი მიდიან ხოლმე სახლიდან, იკეტებიან. მათ შორის ფატალური შემთხვევების რა თქმა უნდა, არსებობს. ფატალური შემთხვევები, რომლებზედაც ჩვენ, რა თქმა უნდა, დღეს ყურადღებას არ გავამახვილებთ, უბრალოდ აღნიშნავთ, რომ ჩვენი გადაცემა დღეს ეს თემა მიეძღვნა ადამიანებს, რომლებიც აწყდებიან პრობლემებს გარდატეხის ასაკში. თავიანთ შვილებთან მოზარდებს, რომელთაც აქვთ ხოლმე გარდატეხის ასაკში ფსიქოლოგიური პრობლემები. როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ყველაფერს ამ თემაზე? ვრცლად ისაუბრებს ფსიქოლოგი ქეთი ბერიძე. მობრძანდით. ქეთი, მადლობთ რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. აი ყველა მახსენა თავისი პრობლემა გარდატეხის ასაკის ნიკომ ანიმ და საინტერესოა როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში მშობლის გზა. მე მახსოვს გარდატეხის ასაკში ეგრეთ წოდებული აკნე დამეწყო, აი გამონაყარი სახეზე და საშინლად ესე კი დისკომფორტს განვიცდიდი, არ მინდოდა ხოლმე სახლიდან გამოსვლა რაღაც ისეთი მეგონა რომ ყველა მე მიყურებდა და ასე შემდეგ, თუმცა მე ერთმა კაცმა უნებლიერ რჩევა მომცა რომ ფილო ეგ ყველას აქვს, ნუ მიაქცევ ყურადღებას და ამ მომენტმა სრულიად მომიხსნა კომპლექსი, განმიქარწყლა, ბედნიერი გამხადა იმ მომენტში და შემძელი ცხოვრების სრულფასოვნად გაგრძელება, ხო? ვის რა პრობლემა აქვს ხოლმე გარდატეხის ასაკში, ქალბატონო ქეთი? მშობლის როლი ასეთ დროს, ფსიქოლოგის როლი, როდის უნდა მიმართოს ადამიანებმა ფსიქოლოგს, მოზარდი ხშირ შემთხვევაში ამას თავად ვერ ახერხებს ხოლმე, ხო? აქედან გამომდინარე საინტერესოა თქვენს პრაქტიკაში როგორ ხდება ამ ყველაფერს რო ვისაუბროთ, საინტერესოა. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. თითქოს ძალიან ნაცნობი საკითხია. თავისთავად ყველამ ვიცით, როგორც თქვენ ბრძანეთ, დღევანდელი შეფასებით მოზარდებმა უფრო მეტი უნდა იცოდნენ, ვიდრე მაგალითად თქვენს ასაკში და ჩვენს ასაკში ვიცოდით. რაც შეუწყობდა ხელს იმას, რომ არ ექნებოდა ადგილი ისეთ სირთულეებს, რა სირთულეებსაც ხშირად ვაწყდებით. მაგრამ მინდა ასე ვთქვათ, გაგაწმილოთ, ვინაიდან ეს ასე არ არის სამწუხაროდ და ამას დავიწყებ აქცენტს გავაკეთებდი და გამოვეხმაურებოდი თქვენს ასეთ წინადადებას, როდის უნდა მიმართოს ფსიქოლოგთან, მოზარდი, როდის უნდა მივიდეს მშობელმა, როდის უნდა მიმართოს. მე მიმაჩნია, თუ მე მეკითხებით, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა მივმართოთ მაშინ, როდესაც მწვავე პრობლემა არის. გამწვავებული სიტუაცია გვაქვს. სასურველია და თანამედროვე ცხოვრება ამას გვაჩვენებს, რომ აუცილებელია ყველა ადამიანს ყავდეს თავისი ფსიქოლოგი, როგორც ყავს ჩვენი კბილის ექიმი, ადვოკატი და ასე შემდეგ. იმისათვის, რომ ჩვენ მზად ვიყოთ შევხვდეთ მაგალითად ისეთ ცვლილებებს, რომელიც გარდაუვალია. ასეთი ცვლილებები დაკავშირებულია ძირითადად ასაკთან. და იმისათვის, რომ მე ვიცოდე როგორ მოვიქცე, უნდა ვიცოდე როგორ მოვიქცე და იმისათვის, რომ ვიცოდე როგორ მოვიქცე, ანუ კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა მითხრან ამის შესახებ, ხო? ერთისთვის საკმარისია მშობლის რეაქცია და თავად მშობელიც უნდა იყოს ინფორმირებული. ხდება თქვენ გაგიმართლათ, იმიტომ რომ თქვენი მამა ინფორმირებული იყო, თავის თავზე ქონდა გამოცდილი და მოახერხა ერთი ფრაზით თავისი ავტორიტეტის, ასე ვთქვათ, გამოყენება თქვენი დახმარებისთვის. არის შემთხვევა, როდესაც მშობელი არ არის მზად, მაგალითად სასაუბროდ, ან არ იცის როგორ უნდა ელაპარაკოს, ან ფიქრობს, რომ თუ ასეთი ფორმით მოიქცევა, ეს ყველაზე სწორი იქნება. მინდა გითხრათ, რომ ყველა მშობელს აქვს კეთილი განზრახვა. ყველა მშობელს აქვს სურვილი შეუმსუბუქოს შვილს ცხოვრება და არჩევანი, რომელსაც ის აკეთებს მოცემულ მომენტში საუბრის დროს, აქვს კეთილი განზრახვით გადაწყვეტილი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ეს ამ მოცემულ მომენტში. ამიტომ მიმაჩნია, რომ მშობლობა სჭირდება სწავლება, პოზიტიური მშობლობაზე, ამიტომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ამ ბოლო პერიოდში
ეს ნიშნავს იმას, რომ მე უნდა ვიყო მზად, ვიყო მშობელი, იმიტომ რომ მშობლის პოზიცია არის ურთულესი, ასე ვთქვათ, პოზიცია ცხოვრებაში და ამას ჭირდება ცოდნა. და ცოდნისთვის საჭიროა ინფორმირებული ვიყო და ინფორმირებულობისთვის საჭიროა სხვის მაგალითებს გავეცნო, რომ საკუთარზე არ დამჭირდეს, ასე ვთქვათ, ამის გამოჩენა. შეიძლება მშობელი არ იყოს კარგი ფსიქოლოგი, თუმცა მშობელმა უნდა იცოდეს ცხოვრების ესთეტიკა, თუნდაც სადაც ჩართული უნდა იყოს გარკვეულ წილად, გარკვეულ ასაკში, შვილის ცხოვრების ასაკში ფსიქოლოგი და ამის ცოდნა უნდა ჰქონდეს მშობელს თუ რა ასაკიდან უნდა მიიყვანოს შვილი ფსიქოლოგთან, რომ ეს მწვავე ნაწილი, როდესაც უკვე დგება ფაქტად, ეს გამწვავებული ფორმა მას აღარ ჰქონდეს. აი, ეს კი არა, აი, ბოდიშით ნიკოს ნარატივს გავაგრძელებ, ხშირად ასეთი ფრაზაც გვესმის ხოლმე და ესმით ახალგაზრდებს, როცა ცდილობენ, რომ გულწრფელი კომუნიკაცია დაამყარო მშობლებს, და მშობლები ეუბნებიან, ჩემ დროს არ იყო დეპრესია, ეს რაღაც ახალია, ეს თანამედროვეობის რაღაცა შეთხზული ზღაპარი არის. ხო, აი, აბსოლუტურად სკეპტიკური დამოკიდებულება არის ხშირ შემთხვევაში და კიდევ უფრო მეტად იბნევა ბუნებრივია მოზარდი. ნიკო, სწორი მიგნება მიმართულება სწორად მიეცით ჩვენ საუბარს, რადგან ფსიქოლოგის ჩართულობა არ გამორიცხავს მშობლის ჩართულობას პირიქით. მე მიმეჩნია, რომ მოზარდთან მუშაობა თუ გსურს და თუ ვიწყებთ მუშაობას, პირველ რიგში მშობლებთან უნდა ვიმუშაოთ და მშობლები უნდა ჩავთოთ ამ პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შედეგს ვერ დავდებთ. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მეტ დროს მშობელი ატარებს თავის შვილთან, ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს მშობელს, ყველაზე მეტი ეფექტის დადება, ასე ვთქვათ, მუშაობის პროცესში შეუძლია მშობელს და ამ შემთხვევაში მშობლის გარეშე ჩვენ ეფექტურად გავაუმჯობესოთ მოზარდის მდგომარეობა, ეს შეუძლებლად მიმაჩნია. ამიტომ მშობელთან ერთად თანამშრომლობითი მუშაობა არის, ასე ვთქვათ, ყველაზე ეფექტური. მაშინ ის თქვენთან ვერ აღმოჩნდება, არ არსებობს, რომ მშობელს არ ქონდეს სურვილი საკუთარ შვილს დაეხმაროს, არ არსებობს. აი, ნახეთ, მთავარი არის სწორი კომუნიკაცია, როგორც თქვენ ბრძანეთ. მოზარდის და მშობლის პრობლემა, როდესაც ჩნდება, ეს პრობლემა უკავშირდება ძირითადად კომუნიკაციას. იცვლება კომუნიკაცია. რატომ? იმიტომ რომ მშობელი არ იყო მზად უცებ თავისი შვილი რომ ესე გაიზარდა, მანამდე სანამ მოზარდობის გარდატეხის ასაკში გადავიდოდა შვილი, აბსოლუტურად სხვაგვარად იყო მათ შორის კომუნიკაცია, ახლა კომუნიკაცია შეიცვალა. ისმის კითხვა რატო? იმიტომ რომ მოზარდი ამ შემთხვევაში თავს ზოგიერთ შემთხვევაში განიცდის როგორც ბავშვი და ზოგიერთ შემთხვევაში განიცდის როგორც ზრდასრული. სინამდვილეში ერთი ასე ვთქვათ ასაკიდან არ გამოსულა და მეორეში არ არის გადანაცვლებული და იმყოფება ამ შუალედურ ესე ვთქვათ ფაზაში, რაც იწვევს სწორედ აი ამ გამოწვევას, რასაც კომუნიკაციაში ცვლილებები ქვია. მშობელი ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ასწრებს ამ ახალ კომუნიკაციაზე გადასვლას. იმას, რომ ეხლა ეს უკვე ბავშვობის ასაკიდან გამოვიდა ჩემი შვილი და მასთან კომუნიკაციის ფორმები უნდა შევცვალო. გამომდინარე აქედან სწორედ პრობლემის მოგვარება არის სწორ კომუნიკაციაში. და თუ ეხლა ფსიქოლოგი ვერ არეგულირებს მშობელთან კომუნიკაციას, მაშინ ეხლა რომელ მკურნალობაზე ვისაუბრებთ, ხო? ეს მთავარია კომუნიკაცია დამყარდეს, სწორი კომუნიკაცია არის, ესე ვთქვათ, მკურნალობის როდესაც არ არის სწორი კომუნიკაცია და შესაბამისად არც მშობელს აქვს ცოდნა თუ როგორ დაამყაროს ურთიერთობა გარდატეხის ასაკში მყოფ შვილთან, აბსოლუტურად ამის გამო გვესმის ხოლმე ის ფატალური და უბედური შემთხვევები, როდესაც ვგებულობთ ხოლმე გარკვეულ შემთხვევებს გარდატეხის ასაკში, ხო? თუმცა ეს არ არის განაჩენი, ჩვენ თემაც ამ დღეს ამას იმიტომ მივუძღვენით, რომ ვისაუბროთ გზებზე. მაგალითად, ცნობილია, რომ გარდატეხის ასაკში მოზარდები ხდებიან წინააღმდეგობრივნი. მათში ხდება ეგრეთ წოდებული ბიოლოგიური თუ მენტალური ცვლილებები. რაღაც ავტორიტეტების მსხრევა, თავის დამკვიდრების ცდელობა. კი, აი თუნდაც ორიოდ წინადადებით რა შეგვიძლია ჩვენ ვურჩიოთ ტელემაყურებლებს, რომლებსაც თქვათ გარდატეხის ასაკში აქვთ ხოლმე პრობლემები თავიანთ შვილებთან და ისინი უბრალოდ არ ემორჩილებიან მათ. პირველ რიგში არის ერთი ძალიან სახიფათო გამოწვევა მოზარდობის ასაკში.
კლასიკოს ფსიქოანალიტიკოსებს თუ მოვუსმენთ, ისინი გვეუბნებიან ესეთ რამეს, რომ მოზარდობის პერიოდი ეს არის დეპრესიული პერიოდი, რომელსაც ყველა გაივლის. მერე ყველა არიზიარებდა ამ მოსაზრებას, სხვა ფსიქოლოგები და ამბობდნენ, რომ ეს ასე არ არის და საპირისპირო მოსაზრებები ქონდა. თუმცა დღეს დეპრესია, მოზარდობის დეპრესია იმდენად რთული გამოდიფერენცირება თვითონ გარდატეხის ასაკის სიმპტომებისგან იმდენად რთულია, რომ ჩვენ გვიჭირს გავიგოთ, აქ დეპრესიასთან გვაქვს საქმე, თუ ეს არის ჩვეულებრივი ჩვეულებრივი მოზარდობისთვის დამახასიათებელი, გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი გამოვლინებები. ამიტომ თქვენ რასაც ბრძანებთ, თუ დეპრესიასთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის ჩართულობა, მხოლოდ მშობლის მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, თუ მშობლებს მივმართავთ. ყველაზე ძვირად ღირებული დღეს რა ითვლება, რა თქმა უნდა, დრო. ჩვენ უნდა გქონდეს დრო, დავუთმოთ დრო, ჩვენი შვილებს დავაკვირდეთ მათ ქცევას, მათ ემოციებს, შეიცვალა თუ არა. რა შეიძლება გამოეწვია ეს მოზარდობისთვის დამახასიათებელია მხოლოდ როგორც თქვენ ბრძანეთ თუ ეს არის რაღაც უფრო მეტი და თუ უფრო მეტია მაშინ აუცილებლად საჭიროა სპეციალისტის ჩართვა. ეხლა რაც შეეხება თვითონ უფრო მეტი როგორ უნდა გავიგოთ, ხო? როგორ უნდა გავიგოთ, რომ უფრო მეტია. თუ ვაკვირდებით, ჩვენ შვილს უგრძელდება ეს სიმპტომები, რასაც ახლა მე ჩამოვთვლი, 2 კვირის განმავლობაში და მეტი, რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება სპეციალისტის დახმარება. სიმპტომები მდგომარეობს შემდეგში. მაგალითად, იზოლაცია უფრო მეტ დროს ატარებს საკუთარ თავთან და ნაკლებ დროს ატარებს მაგალითად თავის თანატოლებთან. ინტერესის დაკარგვა, ადრე რაც აინტერესებდა, ახლა ის აღარ აინტერესებს. ან ნაკლებად აინტერესებს, ან საერთოდ არ აინტერესებს. სკოლაში წასვლა საერთოდ აღარ უნდა, აპროტესტებს და მაშინაც კი როცა მშობელი არის ედგადაყოლილი, ყველაფერს უსრულებს, მუდმივად მხარდამჭერია, ეხმარება საკუთარ შვილს, ის მაინც ეუბნება რომ თითქოს სკოლაში მივდივარ და არ მიდის სკოლაში. მშობელი არის დაბნეული, რა გააკეთოს არ იცის, დიახ. რაღაცნაირად ეს სიმპტომები არის გამოკვეთილი და მასიური თითქოს, იმიტომ რომ დღეს სოციალურმა მედიამ და არა მარტო თუნდაც თანამედროვე ცხოვრებამ, რომელიც კომპიუტერთან თუ smartphone-თან გვაჯვაჭვებს, ესე ვთქვათ, მოზარდების უმრავლესობა ვარს ამბობს, ესე ვთქვათ, მეზოში თამაშზე თუნდაც მეგობრებთან დროის გატარებაზე და მათ ურჩევნიათ მათი თავისუფალი დრო გაატარონ თუნდაც აი ამ ჯადოსნურ ყუთში და ნაკლები კომუნიკაცია აქვს გარე სამყაროსთან. ეს არის მასიური შეიძლება იყოს და არ იყოს გამოკვეთილი ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ. როგორ უნდა განასხვავოს ეს ამ შემთხვევაში როგორც გამოვლენა. ნიკო, ნახეთ, თქვენ კარგად თქვით, გაჯეტები და დეპრესია. ხშირად ნახეთ, როგორ ძალიან რთულია განვასხვაოთ დეპრესია იწვევს იმას, რომ გაჯეტთან მეტ დროს ატარებს, თუ გაჯეტების სურვილი გვაფიქრებინებს გაჯეტებთან დროის გატარების მეტი დროის გატარების სურვილი გვაფიქრებინებს იმას, რომ დეპრესია აქვს. ნახეთ, ეხლა დეპრესიისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომი არის ძილის პრობლემა. შეიძლება მოზარდი იმიტომ ატარებს დროს გაჯეტთან, რომ უჭირს ჩაძინება. და ვინაიდან ვერ იძინებს ძილი იმისათვის, რომ დადგეს, ან დაეხმაროს საკუთარ თავს ჩაძინებაში, გაჯეტს იყენებს ამისთვის. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ვიფიქროთ, რომ დეპრესიასთან გვაქვს საქმე, ხო? და არის პირიქით, როდესაც მაგალითად პირიქით მიჯაჭვულია, ხო და მხოლოდ დამოკიდებული. აი, ნახეთ, გაჯეტზე დამოკიდებულების და დეპრესიის სიმპტომების განსხვავება სპეციალისტმა უნდა მოახდინოს, რა არის აქ წამყვანი. ხშირად და აი ნახეთ, ორი დარღვევა არის კომორბიდული, შეჭიდული ერთმანეთთან და სპეციალისტმა უნდა დაადგინოს, რომელია წამყვანი, რომ პირველად ვუმკურნალოთ, რაც მწვავეა და შემდეგ მეორეს, ხო? ამიტომ ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია. სპეციალისტთან კონსულტაციის ფინანსური საშუალება მაგალითად. საინტერესოა რა როლი აქვს სკოლას, რამდენად არის ქართულ სკოლებში ფსიქოლოგის კაბინეტი, სადაც შევა ადამიანი და გაიხსნება, მოყვება თავისი პრობლემის შესახებ და თუ კი არ არის, მაშინ თავად პედაგოგებს რამდენად აქვთ ემპათიური დამოკიდებულება ბავშვების მიმართ, საინტერესოა.
ეხლა ჩემ პირადი პრაქტიკით თუ გიპასუხებ, შემიძლია გიპასუხოთ. ეხლა რომელიმე კვლევის მოყვანა შეიძლება, ოღონდ ეს სისტემური არ ვიცი. რაც შეეხება ფსიქოლოგის ჩართულობას სკოლაში, არის სკოლები, სადაც ყავთ ფსიქოლოგები. მე მინდა გითხრათ, რომ ერთი ფსიქოლოგი საკმარისი არ არის, იქ უნდა იყოს გათვლილი რაოდენობა. თვითონ მოსწავლეების ეს ფსიქოლოგი უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელიც ასე ვთქვათ, გამოავლენს, იდენტიფიცირებას მოახდენს პრობლემის და შეიძლება რომ თერაპიული მუშაობა ვერ გაატაროს და გადაამისამართოს მსგავს ანუ ისეთ ცენტრებში, სადაც ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები მუშაობენ. რაც შეეხება ანუ სისტემაში, განათლების სისტემაში, რაც არის დანერგილი და რაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს არის მანდატური სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი. სადაც ხდება ანუ მოზარდების, ანუ სკოლის მოსწავლეებისთვის დახმარების გაწევა. მე ჩემთვის ცნობილია, რომ ძალიან ბევრია მომართვიანობა, იმდენად ბევრია, რომ ძალიან უჭირთ ხოლმე გაუმკლავდნენ აი ამ რაოდენობას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. საუკეთესო შემთხვევაში სასურველია, რომ სკოლაში იყოს რამდენიმე ფსიქოლოგი, რომელიც მოახდენს იდენტიფიცირებას, რაც შეეხება და რა თქმა უნდა, სასწავლო პროცესში რაღაც გარკვეული აქტივობების განხორციელებას და ჩართვას, აუცილებელია, რა თქმა უნდა, მასწავლებლებს ჰქონდეთ ეს ცოდნა. ასევე სასურველია, რომ კლასის დამრიგებლებს ჰქონდეს ეს უნარები და მე სულ რამდენიმე დღის წინ გავიცანი ქალბატონი, რომელიც კლასის დამრიგებელი იყო და თავის პრაქტიკაზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დაწერა, რომელიც კლასის დამრიგებლებისთვის არის განკუთვნილი და დაეხმარება მაგალითად კლასის დამრიგებლებს როგორ იმუშაონ გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებთან. მე ახლა დავიწყე ამ სახელმძღვანელოს წაკითხვა, ამიტომ სათაურით მოვიხიბლი, ჯერ ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, ანუ რა შინაარსობრივად რა წერია, მაგრამ თვითონ ფაქტი მომეწონა, რომ მასწავლებელი მუშაობს სახელმძღვანელოს და განიცდის იმას, რომ როგორ სჭირდებათ მოსწავლეებს დახმარება და როგორ შეიძლება მოსწავლეებს დავეხმაროთ. ამიტომ აუცილებელია ფსიქოლოგიის ინსტიტუტის გაძლიერება, მათი ესე ვთქვათ დახმარების გაწევა მოსწავლეებისთვის. ყველაზე მთავარი მაინც მე მიმეჩნია, რომ სასურველია იყოს ისეთი სასწავლო, ესე ვთქვათ, საგანი, სადაც იქნება თავმოყრილი ყველა ის კითხვები, რომელიც მოზარდებს აწუხებთ და იქნება პასუხგაცემული და იქნება ღიად კვალიფიციურად მიწოდებული მოზარდებისთვის, რომ ისინი იყვნენ დაცულები, ისინი იყვნენ ასე ვთქვათ ჯანმრთელები ფიზიკურად და ფსიქიკურად, მე ასე ვფიქრობ. ბოლო კითხოს მექნება ესეთი თქვენ წეგან ახსენეთ, რომ კლასიკური ფსიქოლოგია აღიარებდა გარკვეულწილად, რომ ყველამ უნდა გაიაროს ეს გარკვეული დეპრესია, რომელიც მოზარდობის ასაკს ახასიათებს. ასევე ფსიქოლოგიაში არის ესეთი წინადადება, რომ გარკვეულწილად ფსკერზე უნდა ჩახვიდე, რომ საკუთარი თავი ამოიცნო და ეს ფსკერზე ჩასვლა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ფსიქოტიპაში გარკვეულწილად რაღაცნაირად ფორმირდეს და ალბათ გარკვეული ფილტრი ჰქონდეს, ხომ? თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელია ეს მოზარდობის დეპრესია იმისთვის, რომ ადამიანს ჩამოუყალიბდეს გარკვეული ფსიქოტიპაში და გარკვეული ფილტრი იმისთვის, რომ შემდეგ პოზიციონირება მოახდინოს ცხოვრებაში სწორად. და იმუნიტეტიც. მოდი ეს ფსკერზე ჩასვლას უპასუხებ, იმიტომ რომ განსხვავებულად უყურებ მე ამ საკითხს. მე არ მიმაჩნია, რომ აუცილებელი ადამიანი ფსკერზე ჩავიდეს, ავსებით არ არის საჭირო. სწორედ ამიტომ არსებობს ფსიქოთერაპევტების, ესე ვთქვათ, ინსტიტუტი, რომ ფსიქოთერაპევტები დაგვეხმაროს იმაში, რომ როცა არ არის საჭირო, არ უნდა ჩავიდეთ ფსკერზე. ეს ერთი. და მეორე, ანუ ფსიქოლოგის საჭიროება იმისთვის არის, რომ ჩვენ არ განვიცადოთ საკუთარ თავზე ის ტკივილები, რაც შეიძლება მოყვეს კონკრეტულ რაღაც ნაბიჯებს, ხო? რამდენი შემთხვევა მქონია, როდესაც მაგალითად თერაპიულ სესიაზე მიზიარებს ჩემი კლიენტი რაღაც სახიფათოს, რაც მისთვის სახიფათოა და ამ განხილვის შემდეგ მაგალითად აბსოლუტურად გადაალაგებს თავის დამოკიდებულებას ამ მოცემული სიტუაციის მიმართ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ თუ არ არის საჭირო, არის შემთხვევა ფსკერზე ჩასვლა პირიქით ტრავმატიზაციას ზრდის და ამას ვეძახით ჩვენ რეტრაუმატიზაციას და აბსოლუტურად არ არის საჭირო ყველა კარი შევაღოთ. ჩვენ ხო ყველა კარს არ ვაღებთ. და რეაბილიტაცია რთულდება შემდეგ. საშიშია, რა თქმა უნდა და შეიძლება დავამძიმოთ ადამიანის მდგომარეობა. ამიტომ ჯერ უნდა იყოს მზად ის იმისათვის,
რომ ის კარი გავაღოთ, დიახ. შევიხედოთ. ჯერ და ამისთვის პატარა გვამზადებს. სარკმელს ვაღებ, შემდეგ უფრო დიდ ფანჯარა, შემდეგ უფრო ზრდით ამ ფანჯრებს, იქამდე სანამ ანუ შეიძლება და არის ამის მზაობა და რესურსი. ეხლა რაც შეეხება მეორე შეკითხვას დეპრესიასთან დაკავშირებით, ხო, აუცილებელია თუ არა რომ ყველამ გაიაროს. არ არის აუცილებელი. შეიძლება ერთ ადამიანთან განსაკუთრებით გამოვლინდეს, მეორესთან არ გამოვლინდეს. ეხლა ბოლო სტატიებს, კვლევებს რო გავეცანი, მაგალითად იაპონელები ამბობენ, რომ ვაჟებში უფრო მეტი არის რატომღაც ეს დეპრესიის სიმპტომები და გარდატეხის ასაკი წავეთ გადააქვთ რატომღაც ბიჭებს, არავინ არ ვიცით რის გამო, რატომ ხდება ეს. მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა მიზეზებია. პირველი ის, რომ ანუ მოდით ჩემი მოსაზრება რომ გვერდით გადავდოთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვეუბნება, რომ აი ამ პრობლემას ძირითადად იწვევს გენეტიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური ფაქტორების ერთობლიობა. ეხლა რომელი მათგანი არის წამყვანი კონკრეტულ სიტუაციაში, ეს ჩვენ არ ვიცით. ამიტომ საკუთარი თავი დავიდანაშაულოთ, რატომ ხდება, რისთვის ხდება. კი, გასაგებია, მშობლებს აქვს ნაკლები დრო, ვიდრე ადრე ქონდათ და ამიტომ შეიძლება ქონდეს მეტი დრო, მაგრამ მაინც მოხდეს რაღაც, ხო? საკუთარი თავი დავადანაშაულოთ, განქორწინება რამდენად მოქმედებს? ძალიან მაღალი რისკია, იმიტომ რომ აი ნახეთ გარდაცვალება მშობლის არის ერთ-ერთი ტრამვა, ხო, ბავშვისთვის. უმძიმესი ტრამვა და ეს ანუ იმ ფსიქოლოგიურ, სოციალურ ფაქტორებში შეგვიძლია გავაერთიანოთ და ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი. და ასევე მშობლებისგან შორებაც მის მიერ არის აღქმული როგორც ერთთან სრულად დაშორება. და აი ეს ტკივილი ამ ტკივილთან ასე ვთქვათ გამკლავება უჭირს მას და რთულია. შეიძლება გარეგნულად საერთოდ არ გამოიხატებოდეს ეს სევდიანობით, მაგალითად მოწყენილობით, პირიქით, აბსოლუტურად განსხვავებულად იქცეოდეს. ფიარულია, ხალისიანია, აჟიტირებულად იქცევა, ხო? თუმცა განიცდის. რა არის საჭირო? არის საჭირო დროის დათმობა, დაკვირვება, ყურადღებით ყოფნა, რომ რაღაც მინიმალური არ გამოგვეპაროს. მაგალითად, როდესაც 13 წლის მოზარდზე მესაუბრებიან, მე ყველა ჩემს კლიენტს გადავდებ და იმ 13 წლის მოზარდს მივიღებ პირველ ადგილზე, იმიტომ რომ ვიცი ეს როგორი მაღალი რისკის ქონე ასაკია ადამიანისთვის. ასევე ამიტომ არის ძალიან საყურადღებო და ძალიან ფრთხილი და აუცილებელი ამ დროს, რა თქმა უნდა, ექიმთან ერთად სწორი მკურნალობის დაგეგმვა გულისხმობ ფსიქიატრთან ერთად. კეთი ბერიძე, ფსიქოლოგი გახლდათ ჩვენი სტუმარი. იანვარს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში წარმატებულ ნორჩ პიანისტთა გალა კონცერტი გაიმართა და 10 მონაწილიდან 2 რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელი წარსდგა. ეს 2 ადამიანი გამოირჩეოდა 2024 წელს მიღწეული წარმატებებით და მათი პედაგოგი უნდა წარმატკინოთ. ახლა ქალბატონი ნატალია ორაგველიძე არის ჩვენი სტუმარი, გელა ვადაჭკორიასთან კონცერტმაისტერ გელა ვადაჭკორიასთან ერთად მობრძანდი. მობრძანდით ქალბატონებო და ბატონებო. მადლობთ. მოგესალმებით. ხართ დღეს ჩვენთან ერთად. მოგესალმებით. გვახარებს თქვენი სტუმრობა, გვახარებს ბუნებრივია ეს ამბავი. ქალბატონ ნატო, იმისთვის რომ მიხვდეს ჩვენი მაყურებელი რა მასშტაბის გალა კონცერტზე ვსაუბრობთ, მოვყვეთ რას ნიშნავდა ეს კონკრეტულად თქვენთვის როგორც პედაგოგისთვის და ზოგადად მთელი რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლისთვის. მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით დღევანდელ დღეს წმინდა ნინოს. დიდი მადლობა. გახლავდა ყველა ნინოს ფულოცა. განურჩევლად ასაკისა. ეს იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. რაც შეეხება 2024 წელს მინდა მოვიგონო და მადლობა გადაუხადო ამ არაჩვეულებრივ წელს, რომელმაც ძალიან ბევრი წარმატება მოგვიტანა ყველა მიმართულებით. აი ვერ გამოვყოფ არა მარტო მხოლოდ საფორტეპიანოს, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. და ჩვენ ფაქტობრივად მემატიანეთ თქვენი ყველა წარმატებისა. დიახ, ძალიან კარგი ტექნიკის ახალ თქვენ ჩვენთვის.
და მეგონა რომ აი 24 წელი იყო პიკი ჩვენ შემოქმედებით ბიოგრაფიაში, მაგრამ თურმე არა. თუმცა 24-დან გამომდინარე უკვე არაჩვეულებრივად დაიგეგმა 2025 წელს, მაგრამ ყველა კაცს ახლა ვერ გავხსნი და არ გავხსნი, ხო მე მგონი არის, იმიტომ რომ არ გვეყოფა ერთი ეთერი. რაც შეეხება ახლა ამ გალა კონცერტს, რომელიც ფონდ ლირამ ჩაატარა ამა წლის 18 იანვარს ქალბატონი ელისო ბოლქვაძის თაოსნობით. ამის წინაპირობა გახლდათ მისი საერთაშორისო რანგის კონკურსი, რომელიც ბათუმში გაიმართა მუსიკალურ ცენტრში და ეს იყო ქალბატონ ელისოს ფესტივალის ნაწილი და პირველად წლების განმავლობაში პირველად ჩაატარა კონკურსის სახით და 3000 ლარიანი პრემია ჰქონდა დაწესებული. და ამ კონკურსში, რა თქმა უნდა, საინტერესოა იყო, რომ აბსოლუტურად ყველა საუკეთესო ბიოგრაფიის მქონე ბავშვები მონაწილეობდნენ. პრინციპულად ყველა უკვე შემდგარი მუსიკოსები, ნორჩი ვირტუოზები 10 წლიდან 18 წლის ჩათვლით. და ჩემის ანდრია კაპანაძე სხვათა შორის ბატონ გელავა და ჭკორიას ფავორიტი გახლავთ და პირველად რომ მოისმინე პატრიკ 2 წლიცი თქვა რომ ნატალია ეს ბიჭი შორწავა თან ხელშია საიმედო ხელშია და მე მივაქცევ ყურადღებას და მართლა ძალიან პირველი კომენტარი ყოველთვის გელასგან მოდის და ჩვენ გვიხარია ძალიან ყველაზე პატარა იყო და გამოცდილებისთვის მიუხედავად იმისა რომ უკვე გქონდა 16 პირველი ადგილი ანდრიას რას იზამდა უბრალოდ სადაც ბაჩი გამოდიოდა კიდე ძალიან კარგი აზერბაიჯანელი მუსიკოსები ხო და ვიფიქრე მიიღებს გამოცდილებას მეთქი და მე-7 ნომერი მოუწია იყო კენჭისყრა თურმე ძალიან კარგად აქვს დაცდილი 7 ნომერი და ასეთ რაღაცებს ყურადღებას ბავშვ მაგრამ დაუკრა კარგად დაუკრა და წავიდა სკოლაში ყრება ქონდა მე ქალბატონმა ელისო მოისმინა ყველა არა მარტო ბატონი გიორგი ქორქაძე იყო და გიორგი შავერზაშვილი ჟიურიში შემდეგ მეორე კატეგორია იყო კიდე ასაკობრივი და ძალიან ბევრი პიანისტი მოისმინა და ეს 3000 ლარიანი პრემია იყო ერთადერთი და ერგო ჩემს ანდრიას რომელიც არც კი გამომცხადდა და უპირობო ლიდერი დიახ ხო ისეთი მაგრამ იცით რა როგორ мотиваცია პასუხისმგებლობა საოცრად მოემატა და საერთოდ ახალ შორდება ინსტრუმენტს ძალიან თუ დღეში ვარ მოკლედ თელი დღის უმეტესი ნაწილი ბავშვი და ერთად 3 საათი მარტო ჩემთან და ჩემს იქით კიდე 3 სახლში და ესე ну ბაჩი მიქელაძეს უკვე დარდგენა აღჭირდება შემდგარია წარმოაჩინა თავისი პოტენციალი და ახლა გაიზარდა ფოტოებს ნახულობდი და უკვე ელისონ თქვა რომ იცით ჩემიო ფონდისო თვით მიზანი არ არისო მხოლოდ პარიზში წელიწადში ერთხელ წარჩინებული ბავშვის ისი აღმოჩენის წაყვანა დაუშვათ ხო მე მინდა რომ თელმა საქართველომ გაიცნოს ეს ჩვენი ნიჭიერი ბავშვებიო და შეარჩია მან აი სწორედ აი ამ კონკურსიდან შეარჩია მისი ფავორიტები და კონსერვატორიის მცირე დარბაზში რომელიც ყველაზე მეტად პრესტიჟულია ჩვენთვის ძალიან საპასუხისმგებლო იმიტომ რომ აუდიტორია არის განსხვავებული პროფესიონალები პროფესიონალი და რომ არ გაპატიებენ აკუსტიკურად დიახ რა თქმა უნდა და ნემს ვერ ჩააგდებდი, ყველა ვერ მოხდა, ყველა ვერ მოხდა. ბატონ გელას მსურს ვკითხო ახლა ქალბატონი ნატალია აღნიშნა, როგორც კი მოусმინეთ ახალგაზრდა პიანისტს, ჩათვალეთ რომ მას აქვს დიდი პოტენციალი, ეს არის ვირტუოზი, ხო? საინტერესოა, დროთა განმავლობაში ყველა პროფესია თითქოსიერს იცვლის, ფორმირდება. აი თანამედროვეობაში როგორია პიანისტის პროფესია, რა უნარებს უნდა ფლობდეს, რა შეიცვალა ძველ დროისგან განსხვავებით. როგორები არიან ის? ეხლა მე ჩავასწორებ თუ შეიძლება, თქვენ ძალიან გელავა და ჭკორია კონცერტმაისტერიო. მე გახლავთ რევაზლაგიძის ბიჭუნათა გუნდის ქორმაისტერი. მაგრამ აუცილებლად აღნიშნო მე და მე მინდა პირადად მიულოცო პირველ რიგში რევაზლაგიძის სამუსიკო სკოლას და განსაკუთრებით აი ამ ორ ხმაწველს ანდრიას და ჩვენ ბაჩის და მის პედაგოგს ქალბატონ ნატალიას აი ეს გამარჯვება და აღიარება. ყველა ვიცი და ყველას მოგვიხსენება რომ პიანისტური შრომა, პიანისტის შრომა არის რაღაც კოლოსალური, რაღაც გიჟური ბაპატიეთ რა. არ ყოფნის პიანისტს თქვა დღეში 2-3 საათი.
არ ყოფნეს აი ამას და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ჩვენი ბიჭები და აი ჩვენი ბიჭები ეს ორი ბიჭი დღეში 5-6 საათს მეცადებიან და ვიცი რომ ესე არის და არ არსებობს ზარი ქალბატონ ნატალიასთან რომ დავრეკო თქვა საღამოს კაბინეტში არის კლასში არიან და მეცადინეობენ შრომის გარეშე დაკვლის გარეშე არ გამოვა არაფერი და პლუს უნიჭიერესი ჩვენი ბიჭები არიან და კარგად ძანა ქალბატონ ნატალიამ რომ 2 წლის წინ ზუსტად 2 წლის წინ რომ მოვისმინე კლასში ჩვენი პატარა ანდრია რაღაც გულში მომხვდა რაღაც გულზე მომხვდა ძალიან კარგად ძალიან კარგად აი რატომ აი რა იყო თქვენთვის ნიშანდობლივი საინტერესო ჯერტი ნიჭი პირველში ნიჭია მაინც თავარი შემართება შემდეგ შრომის მოყვარეობა ეს აუცილებელია ქარიზმატულია და თავარი კიდევ და უმთავრესი ვის ხელშია ვისთან არის პედაგოგთან და გაუმართლა ორივეს გაუმართლა რომ ქალბატონ ნატალიასთან არიან კლასში და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს ორი ახალგაზრდა ბათუმელი ბიჭი ესდება მუსიკალურ სამყაროს. ბედნიერი არ შემიძლია დაგეთანხმოთ ქალბატონ ნატალიას სახელი ყოველთვის რაღაცნაირად გამარჯვებას და რა თქმა უნდა ჩვენ მიჩვეული ვართ უკვე მე პატარა ბავშვით ხოვლავდი, იცი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ორი ნიჭიერი ბავშვის ნიჭიერად წარმოდგენა, იცით, ერთია რომ ბავშვი ნიჭიერია, მაგრამ მეორე უცად იტყვე რომ რა კარგი ნამუშევარია. პედაგოგი, დაინტერესებს პედაგოგი, ახლოს გაცნობა, მადლობის გადახდა. პატარა ბავშვებით, აი ესეთი, როდესაც ერთი თქვა რიხტერის ახალგაზრდობაში ადარეს, მეორე პატარა გიზი ამირეჯიბიაო. აი მე რა დამემართებოდა ჩემი ემოციების პატრონი, აი ცრემლებად ვიღურებოდა, ეს იყო ბედნიერების ცრემლები, ამისთვის ღირს ეს მაზოხისტური პროფესია რომ აი ხაბატონ გიო როდის ნახავს ბათუმელი მაყურებელი აი ამ ბავშვების ნიჭიერებას თუ გეგმავთ თქვა რა თქმა უნდა ბაჭის უკვე 8 სოლო კონცერტი აქვს ჩატარებული ანდრიას 2 და ეხლა მე წლები დიახ გასულ წელს წლების განმავლობაში მაგრამ წელს აუცილებლად ალბათ წლის ბოლოს ბათუმისთვის სექტემბერს ვფიქრობ და 9 იulis ბორჯომში გვაქვს აი ხაბატონ ნატალია საინტერესო არის თქვენ ახსენეთ ნიჭიერება და ახსენეთ რომ ქარიზმა აქვს ბატონს რომელმაც ფაქტიურად დაიპყრო გული აუდიტორიისა თუმცა ამ ყველაფერთან ერთად კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის შრომის უნარიანობა ალბათ, როდესაც 6 საათი სჭირდება. სწორი მუშაობა. აი საინტერესოა გარკვეულ ასაკში, როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს პატარა ასაკის ადამიანებზე, როგორ უმუშავებთ მათ აი სწორ მიდგომას და შრომის უნარიანობას, რომ თუნდაც 6 საათი მათ გაატარონ ინსტრუმენტთან, როდესაც მათ ასევე პასუხისმგებლობა აქვს სკოლისა, სხვა საგნებისა და ამ შემდეგ. თითოეული ბავშვი არის ცირე გარკვეული გამოცანა პედაგოგისთვის. ერთი ბავშვი მეორეს არ გავს. და აი ჩვენ ფსიქოლოგებიც ვართ ამასობაში წლებმა გამოგიმუშავა, იცით ეს ნიშანჩვევებიც, უნარჩვევებიც რომ ვაკვირდებით ბავშვს ვის როგორ მიუდგე და ვის როგორ შევაყარო და შევაპაროთ ეს მუშაობის რუტინული პროცესი. არ არის ადვილი და ზოგთან იცით არც გჭირდებათ ამაზე. ზედმეტი საუბარი და ფიქრი ბავშვი თვითონ არის მოწადინებული და აინტერესებს და მოყვება. დიახ, ზოგი სახში არ უკრავს, მაგრამ სიხარულით მოდის გაკვეთილზე. აინტერესებს პედაგოგთან გატარებული საათი და ესეც ბევრს ნიშნავს, იცი და ასეთ ბავშვებს თუ შევატყვერო, ახლა მე რა მაქვს. თუ შევატყვე ბავშვს პოტენციალი, ხო და სახში ნუ არ მეცადინობს, მშობელს ვეუბნები, არ დააძალოთ, მომანდეთ. ოღონდ დამატე მომიყვანეთ. მე არ მეზარება დამატებით პირიქით კვირაში ორჯერ გამორიცხული აი ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენ გვიხარია ნიჭიერი ბავშვები ჩვენი მომავალი თაობა რომელიც საიმედო ხელშია თუმცა არსებობენ ბავშვები რომლებსაც თქვა არა აქვთ ხოლმე ხო ესეთი ნიჭი მაგრამ აი როგორც ქალბატონ ნატალიამ აღნიშნა აუცილებლად ისინი მათ უნდა იარონ სამუსიკო სკოლაში მოხვდნენ ისეთ პროფესიონალებთან
და თქვათ აი ის რუტინა თუ სახლში არასრულებენ ამ ყველაფერს ისიც საკმარისია რომ სამუსიკო სკოლაში რა თქმა უნდა დამატებით რომ მოდიან ჩვენ ვახერხებთ გარკვეულ ეტაპზე და შემდეგ იცით რა სცენაზე აპლოდისმენტები აღიარება ჯილდო ძალიან უკვე ძალიან ბევრმა კონკურსმა და ჩაგეკითხოთ ხალხო ნატომ თუ ძალიან ვრცელი თემა არის და გვინდა რომ მოვესწროთ დროში ვარ შეზღუდული გასაგებია ბავშვების შრომა არის კოლოსალური მათ მიერ დაგროვებული პრიზების რაოდენობაც საკმაოდ დიდი აი მე რა ხდება როდესაც სამუსიკო სკოლას ამთავრებენ რა პერსპექტივები აქვს პიანის ჩვენს ქვეყანაში პიანის დღეს ძალიან ბევრი პერსპექტივა აქვს ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ შეუმჩნეველი დარჩებიან თუ ისინი უკვე სერიოზულ კონკურსებს ჯერეთი აბარებენ კონსერვატორიაში უმაღლეს სკოლაში ხო უკვე ძალიან კარგი შემოქმედებითი მემკვიდრეობით მიდიან ინდივიდუალური ესეთი ბავშვები უკვე ხო პროგრამებსაც განსხვავებულს ასრულებენ იმიტომ რომ ეხლა აი თქვა მეორე კლასელი უკვე მე-5 მე-6 კლასის მე-3 უკვე მე-7 მე-8 და ესე და ხა ბაჭო უკვე ამ პროგრამით ჩააბარებს კონსერვატორიაში დღეს თუმცა ალბათ თავარი შემოსავლის წყარო ბუნებრივი უნდა იყოს კონცერტები კონცერტები ჰონორარები ინდივიდუალური შემსრულებელია მაყურებლებში ბოდიშთ რამდენად არის ეს ეთიკა და კულტურა კლასიკურ საღამოებზე სიარულის ბატონგელა საინტერესოა თანამედროვეობა არა ჩვეულებრივად ეს ბუნებრივი მოვლენა არის უბრალოდ მე ვისურვებდი ახლა რომ ბაჩი უკვე შემდგარი მუსიკოსია, შემდგარი პიანისტია. ბაჩი სუსურებს წარმატებებს და შემდგომ წესვლას. ბაჩი მინდა გააგრძელოს ძალიან ევროპაში სწავლა. გვინდა მე მგონი ჩვენ ასე აი მაინც ევროპას განვიხილოთ. ჩემი სურვილია და აი დანიშნულების ის გამოიმუშავებს იმ პრაქტიკას, იმ ყველაფერს, იმ ჩასებსრულებლო დონეს ყველაფერს და ოღონდ ჯერ მაინც თბილისში გალა გაიაროს და შეიძლება რომ იქ ძალიან კარგი პროფესორები ყავენ. რა თქმა უნდა, თბილისის სკოლა რაღაც. თბილისის კონსერვატორიის სკოლა და ცხინვალე სკოლა არის, ფორტეპიანო სკოლა. თუმცა მოკლედ 18 იანვარი ჩვენთვის არის არაჩვეულებრივი დღე, ვინაიდან ორმა ბათუმმა ასახელა არა მარტო სკოლა და ბათუმი, არამედ აჭარა. ჩვენ გამოკვეთილად, ესე იგი, დასახელდა ეს პროგრამა და ამის უკან მე განსაკუთრებულად მიხარია, რომ აი ესეთი ნიჭიერი ადამიანები, როგორც ბაჩია, ის ბიჭები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ესეთი პროფესიონალების ხელში. წარმატებებს გისურვებთ. და ვიტყვი, რომ ბაჩი შარშან იყო პარიზში წელს ანდრიამიდის, ქალბატონ ელისოს ბოლქვაძის ფონდის სახელით. და აუცილებლად ბოლო თემასაც შევეხოთ, იმიტომ ქალბატონ ნატალია რომ მოდის ძალიან ბევრი სასიამოვნო კლიპებზე საუბრობ, ისეთი ოცნება არის ფთაშესხული, რომ ეხლა გავფრინავთ მე და ბატონი გელა. ბიჭონათა გუნდის წარმატებაზე არაერთხელ გვისაუბრია, ამ შემთხვევაში სადებიუტო კლიპზე ლიეტობაში რომ ძალიან ასახელი საქართველოს და პირველი პრემია იყო სულ გუნდებს შორის, მაშინ დავპირდი რომ მე თქვენ კლიპი უნდა გაჩუქოთ მე პირობა ასულა. როგორც არაჩვეულებრივად ისეთი სიყვარული ჩადებული ამაში და ინტერესი მთლიანად Facebook ვერზე, სოციალურ ქსელში ველოდი ნამდვილად, მაგრამ იმაზე მეტი ზარი ბატონი გელა დაიღალა ერთი კვირის განმავლობაში. ზუსტად მადლობების გადახდა სოციალურ ქსელში რომ დაიღალა კლიპი. ზუსტად დავთვალე საღამოს აი შემოსული ზარები და 106 ზარი იყო შემოსული. მარტო ზარი. დიდი რეზონანსი. 1000-ზე მეტი იყო კომენტარი. პრეზენტაცია იყო ესე ვთქვათ ფაქტობრივად მხოლოდ სოციალურ ქსელში და ეს იქნება პირველი სატელევიზიო პრემია. დიახ, თქვენ სიტყვაში ასრულე. ძალიან მიყვარს სიტყვის ადამიანები და ამიტომ ვარ თქვენი ხშირი სტუმარი. უმესი მადლობა რომ ხართ ჩვენი ხშირი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა იმ ინვესტიციისთვის, რომელსაც ახალ თაობაში დებთ. ახლა კი ვნახოთ დაპირებული კლიპი, რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა. ჩვენ დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალამდე დროებით გიტოვებთ ვიდეო რგოლს. დროებით.